შენ უნდა შეგცხვე შენი აზრით აფიქსირების. შენ თუ განსხვავებულას აფიქსირებ, შენ ხარ ბნელი, შენ არ ხარ რაღაცა თავისუფალი და სულ ვიღაცა გმოძღვრავს და შენ უნდა გცხვენოდეს ყოველთვის რაღაცა განსხვავებული აზრის დაფიქსირება. და ჩვენ ნატო საერთოდ უნდა ამოვიგნოთ თავიდან. ეს არის, აგერ უკრაინის გადავხედოთ. დიალოგი უნდა დავიწყოთ რუსეთთან. ეს როგორც მოგწონს, არ მომწონს, ის შეება ვიღაცა მე ხარ შემომედაოს, რომ აი რუსეთთან რამდენჯერ ქონია დიალოგები და მოგვატყუეს და იქ რაღაცები არ შეგვიდა გეორგიის ტრაქტატს გაიხსენებენ რაღაცებს იქ გასაგებია ეს ყველაფერი. თუ კი ანუ რაიმე საპირისპირო აზრი არსებობს, ყველაფერს რუსულს და რუსეთს ეძახიანაც, მართლმადიდებლობას რუსული გახდა. ხო, რაც არის ტვინის გამორეცხვა მიმდინარეობდა ხო წლების განმავლობაში, რომელიც ხო, და ფიქრობ, რომ აი ეს არის შედეგი. მე ხო დადიოდ ცუციკივით 20 დაცვა რო დაყავდა. დადიოდა სადა დარბაზებში და სავარჯიშო და შეშინებოდა, მართლა შეშინებოდა დადიოდ, იმიტომ მე კადირობ თუ რაღაცა რო თქვა და აქ მო ცუციკივით იყო და ეგ მოწონს. მე როგორ ევროკავშირში მინდა იცით, აი ორბანი რო იყო, ფიცო რო არის, ლეპენი რო იქნება ეხა მაგალითად საფრანგეთში ან AfD რო იქნება გერმანიაში. მე ესეთ ევროპაში მინდა. აპელირება რაზე მიდის ხო სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები. პირველი ამას ებრძვიან. პირველი სიტყვის თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს. ხო, და ის ხო მაგას ვიძახი, რომ თუ კი მათი წინააღმდეგი ხარ, ეგრევე რუსულ დეზინფორმაციას მიგაწებებენ ხოლმე. ჩვენ თანამ ტერიტორიებს არ დავიბრუნებთ. მანამდე ევროკავშირში ვერ შევალთ. ვერ შევთ, კი არც უნდა შევიდეთ, ხო? ჩვენ უფრო ვჭირდებით ევროპას, ვიდრე ჩვენ ვჭირდება ისინი. გამარჯობა, დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი არის თორნიკე ბაღათურია. სანამ ჩემს სტუმართან სასაუბროდ გადავალ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და დააკომენტაროთ თუ გაქვთ რაიმე მოსაზრება ამ ეპიზოდთან დაკავშირებით და მოიწონოთ, ჩემი თხოვნა იქნება. დიდი მადლობა წინასწარ. რაც შეეხება ჩემს სტუმარს, თორნიკე გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ. მადლობა მოწვევისთვის. და ჩვენ კოლეგები გამოვდივართ, იმიტომ შენ გაქვს ძალიან საინტერესო არხი შენს მეგობართან ერთად, თანაწამყვანთან ერთად. ვფიქრობ, რომ აი ძალიან საინტერესო და კარგია, დადებითია, რომ ესეთი არხები, ასეთი გადაცემები არსებობს ამ პლატფორმაზე. ჩემთვის ასე ვთქვათ მოსაწონია იმ მხრივ, რომ ვიზიარებ ხშირად თქვენს პოზიციას და ღირებულებებს. ხო და აი მოდი პირველ რიგში დავიწყოთ ამ გადაცემასთან დაკავშირებით კითხვები მაქვს. ტვინის გასაღები ქვია, ხო? როგორც ვიცი, შენ პირველი პროფესიით ხარ ჟურნალისტი, ხო? ჟურნალისტიკა მაგდამთავრებული. ხო. ბაკალავრიატი. ხო, მაგრამ მაგისტრატურა, მე საზოგადოების ურთიერთობები. თუმცა ამ მიმართულებით არ ქონია, ხო ესეც საქმე? არა, ხო, მაგრამ ესეც აგერ გამოვდი საბოლოო ჯამში. ხო, და ეგ მაინტერესებს, რომ აი რამდენად ხო აი საჭიროება, რომ ეს გადაცემა გაგეკეთებინა და ვინ არის შენი სამიზნე აუდიტორია და მიდის თუ არა შენი სათქმელი, ასე ვთქვათ, ამ აუდიტორიამდე. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ეს თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ საჭირო ესეთი პლატფორმები შეიქმნას, იმიტომ რომ მარტო YouTube არხზე და ზოგადად სატელევიზიო სულ ლიბერალური აზრი ისმის ყველგან და თითქოს ეს ლიბერალები არიან ჩვენ ქვეყანაში და მარტო ახალგაზრდებით თითქოს ლიბერალურად ფიქრობენ, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. ჩვენ ანუ ახალგაზრდებშიც უმრავლესობა ვართ ჩვენაირი მოაზროვნე ადამიანები, მაგრამ უბრალოდ ჩვენი ხმა არ ისმოდა არასდროს. და ეგ რა კითხოს დამისვით, ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, რომ ჩვენ გვინდოდა, რომ ჩვენი ხმაც გაჟღერებულიყო ინტერნეტ პლატფორმაზე, პირველში იმიტომ YouTube-ი მომავალია, ხო? ეხლა ვითარდება, ეხლა დაიწყო ხო YouTube-მა განვითარება და ეს რაც უფრო წლები გავა, მით უფრო აი ხალხი ტელევიზიებს მოწყდება და YouTube-ზე გადმოვა, იმიტომ რომ ეს ტენდენციები აშკარად ჩანს. და მე სულ უსმენდი როგორ ხდებოდა ის, რომ მარტო ლიბერალური აზრი ისმოდა YouTube-ზე, განსაკუთრებით ზოგ ტელევიზიები, ეგ სხვა თემა, კონკრეტულად YouTube-ს ვეხები და YouTube-ით შემოვიფარგლოთ, მარტო ლიბერალური აზრი ისმოდა, საერთოდ სხვა არხი მსგავსი, აი ჩვენ როგორც ვთქვათ, არ არსებობდა ესეთი. და თან რა არის მთავარი კიდე მიზეზი რა იყო ამისი, რომ ესენი ისინი ერგავენ ამ განწყობებს, რომ შენ უნდა შეგცხვე შენი აზრით აფიქსირების. შენ თუ განსხვავებულას აფიქსირებ, შენ ხარ ბნელი. შენ არ ხარ რაღაცა თავისუფალი და სულ ვიღაცა გმოძღვრავს და შენ უნდა გცხვენოდეს ყოველთვის რაღაცა განსხვავებული აზრის დაფიქსირება. და აი როგორი სანამ მე გადაცემას გავაკეთებდი, მანამდე სულ აქტიურობდი Facebook-ზე.
აი სტატუსებით და მე ახლა ძალიან ბევრი ეს ლიბერალურ წრეს ვიცი, აი მე ახლა აქციაზე ვინც დადის, ძალიან ბევრს ვიცნობ, თითქმის ყველას ვიცნობ, ვიცი მათი შეხედულებების მოხვედრილობა როგორი არის. და ახლა მეგობრებში მყავს, რა თქმა უნდა, ეგ ხალხი ძალიან ბევრი. ხო, როგორც ყველას. ხო რა, აი ძალიან ბევრი და ძალიან დიდი შეხება მაქვს რა მაგ ადამიანებთან და აი კორონას, აი მანამდე კორონამდე ესე დიდად არ ვაქტიურობდი სიმართლე გითხრათ Facebook-ზე 1000 ერთხ თუ რაღაცას ჩემას გამოხატოთ, მაგრამ აი კორონას პერიოდში ძალიან დავიწყე აქტიურობა Facebook-ზე. და უნდა გენახა რა ომი იყო ჩემ Facebook-ზე კომენტარებში და ერთი ამბავი და ყველას პასუხებს წერდი და რაღაცა და ხა რატომ მოვიყვანეს მაგალითად. ვიღაცა ძალიან ბევრი ეს არ იყო ერთი და ორი, აი ხშირი შემთხვევა იყო, წერდნენ ნაცნობები. რომ აუ მიდი მიაწექი რა და ოღონდ რა შევოდეთ ეს იქ საჯაროდ და ლაიქსაც არ აჭერდა ხელს, იმიტომ რომ ლაიქის დაჭერას ცხენ, იმიტომ რომ მე ვიღაცა მივა და ეტყვის რომ აი შენ ამას ხელი რატო დააჭირე. აი ამ ბულინგში ყავთ საზოგადოება, ყავდათ და ეხლაც ყავთ, მაგრამ ეს უკვე გადაწყდა რა, ეს აი ჩვენი ეხლა ჩვენ შეიძლება რაღაც სხვაში წვეთია ჩვენი, მაგრამ თლიანად აი სოფლიოს შეიცვალა სიტუაცია და ეს უკვე გადაწყდა. და აღარ არის ესე და წერდნენ და აი უამრავი მესიჯები მომდიოდა ამის რომ თვითონ ოღონდ აქს ვერ აფიქსირებდი, იმიტომ რომ ცხენოდა თავის აზრის დაფიქსირება. იმიტომ რომ იცოდნენ რომ ბულინგში მოყვებოდა, ანუ უკრაინის ომი რო დაიწყო ეს კორონას პერიოდის მერე. უკრაინის ომის რო დაიწყო, რა ხდებოდა, ხო? რაღაც ვალდებული იყავი შენ რომ რაღაცა უნდა დაგეწერა სლავა უკრაინა, რაღაცა უნდა გეთქვა, ამას თუ არ დაწერდი, აი ძალიან ზეწოლის ქვეშ იყავი და რაღაც განსხვავებულ ას რო იტყოდი. აი მე ხა მადლობა ღმერთს რაღაც ძლიერი ფსიქიკა მაქვს და ამათ არ მაქვს ყურადღებას პირიქით ეგეთ ხალხთან უფრო მსიამოვნებს პოლემიკა და აი ერთი 100 კაცი რო დამიყენო დაუждები და ყველას დაულაპრკო სულ ეგრე ვიყავი და ამ წრეში სულ ეგრე ვიყავი აი უმცირესობაში ვიყავი მაგათთან ბევრჯერ ყოფილი შემთხვევა და ვიჯექი და სულ ლაპარაკო ოღონდ პატივისცემი და ანუ ის არ მიგვზნია არავისგან რაღაც ცუდი დამოკიდებული და არც მე არ ვარ მე პირდაპირ ანუ ყველასაც პატივისცემ და არ მაქვს ის მომენტი მაგათ განსხვავებით ისინი არ ცემენ ჩვენას პატივს. მე მართლა ვცემ და მე მესმის მათი მდგომარეობის. მე აღონდა უბრალოდ არ ვეთანხმები მათ პოზიციებს. და სხვა არაფერი, მაგრამ და კამათობდი მოკლედ, აი ძალიან დაძაბულდა. აი ეს ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, რომ მე და საერთოდ როგორ დავიწყე ეს გადაცემა, იცი, აი ვიღაცებს გქონი, აუ რაღაცებს გწერენ, უნდა ნახო, რაღაცა სტატიები მოგვიწყნეს, რაღაცა სინდიკატის წევრები ვართ, მე და კიდევ რაღაცა სხვა პლატფორმები და ოღონდ იმ ხალხს საერთოდ არ ვიცი, მართლა ის ხომაში დანახიან ყავს და ვიღაცის პროექტები ვარ და ამ შემდეგ და ნუ უამრავი სისულელი და არადაც სინამდვილე რა იყო. ანუ ეს გადაცემა ხო შეიძლება ეხლა მე და საბას მაგალითად ცხოვრებაში რაღაც გველაპარაკა ამ თემაზე რაღაცა და მე დაგვეგეგმა და რაღაც არასდროს ჩვენ ცხოვრებაში მე და საბავშვობის მეგობრები ვარ და არასდროს მსგავს თემაზე საუბარი არ ქონია რომ ან გადაცემა გავაკეთოთ ან რაღაცა მსგავსი საერთო ცხოვრებაში არას ამ თემაზე არ გვისაუბრია. ერთ დღესაც მირეკავს სათხარო მეთქი სახში მომეთქე გამოვიდა და საქმე მოღერად გნახავო გამოგივლიო და გამოვიდა მეცხრესთან შევხვდი და ესე ძალიან სპონტანურად პირდაპირ მეუბნება რომ გადაცემა ხო არ გავაკეთოთ. ეს რომელი პერიოდია იცით? აი ძალიან წკიბზეროა ჩვენი ქვეყანა, აი ნოემბრის წინა წლის აქციები რო არის, აი საშინელი დაძაბულობა რო არის, აი ფეირვერკების штурმი და აი ეს პერიოდი აი წკიბზეროა. აი ეს პერიოდი სადაც ეთყობა რაღაცა გაბრაზებული იყო ამ ყველაფერზე და მე ოღონდ როგორ ვიყავით ეს რომ მითხრა მე მანამდე აი კორონას პერიოდიდან უკვე ეს პროტესტის იმდენად ეს კორონა ძალიან იმოქმედა ჩემზე და ამ რაღაცას დაბკოლებებმა და სახში დაჯექი და ამ შეზღუდვებმა და რაღაც ძალიან დიდი პროტესტი გამოჩნდა და სურვილები სულ მქონდა ესე ფიქრები რომ რაღაცა ხო არ გავაკეთო, მაგრამ სულ რაღაცა ყოფმანობდი, იმიტომ რომ რაღაცა ამ სივრცეში რომ შედიხარ, აქ მე თავის კონტროლი გიწევს, იმიტომ რომ იმდენი აი ბულინგი, აი შეურაცხყოფები მოდის, ეს უნდა მოითვიოს, სხვანაირად არ გამოვა უბრალოდ რა, სხვანაირად საქმეს ვერ გააკეთებ. და აი მე რაღაცები მაფერხებდა მოკლედ და ეს საბამ რომ მითხრა მეთქი ისეთ რაღაცას მეუბნები მეთქი რასაც ძალიან ბევრი წელია აი 2-3 წელი მეთქი ამ ყველაფერზე ვფიქრობ მეთქი ხა ეს უცებ სპონტანურად მოხვედი საერთოდ ამ თემაზე არ უნდა გავაკეთოთ მეთქი აბა რა უნდა ქნოთ და იმ დღიდან აი ხო ეს ხო თქვით რომ აი გავაკეთოთ და ზუსტად ერთ კვირაში გადაცემა ჩავწერეთ აი მარტო ზუსტად არათი მეტი არს ნაკლები ერთ კვირაში გადაცემა ჩავწერეთ აი ტვინის გასაღებიც იმიტომ დავარქვით რომ ჩვენი მიზანი არის და აი აუდიტორია რო ვახსენეთ ხა გადაცემამდე რო საუბრობდით თუ გენგონ შეიძლება გადაცემაში ვისაუბროთ არცი აი ჩვენი აუდიტორია არის ეს საზოგადოება ახალგაზრდები ვისაც აი ჩვენ რაღაცა მიგვინდოდა რომ ამდენ გამოგვივიდეს არ შეიძლება რაღაცა გამოგვივიდა ამ ხალხს მაგალითი მიგვიწევს იმის რომ თქვენ არ შეგწყვეტ თქვენი აზრის დაფიქსირების
ანუ არ შეგწუათ თქვენი აზრი რომ დააფიქსიროთ რა ეს ძალიან იყო და იმიტომ რომ აგერ ახალგაზრდები ვარ მხოლოდ ისინი არ არიან ვინც ახალგაზრდები ვარ და მოდი რა საჯარო დავაფიქსიროთ ჩვენ საჯაროდ ვაფიქსიროთ და თქვენს ანუ მეგობრების წრეში და თუ სადღაც არ იქნებით არ შეგწუათ რა ეს ამაზრის დაფიქსირება და აი მაქსიმუმად აი მაგ აუდიტორიას და მაგ საზოგადოებას ველაპარაკე აი ხა ლიბერალებს და აი არსებობს ლიბერალებში კიდე განსხვავებებია რა აი ზოგ თუ ხარ დაკვირვებული ხა აქციები თავიდან ხო იყო მუხტი და მე ხო დაიცა იმიტომ რომ ბევრი მიხვდა რაშიც იყო საქმე, რომ მოტყუებულები იყვნენ და ჩამოშორდნენ ხო ამ პროცესს. მაგრამ რაღაცა ნაწილი დარჩა დაზომბებული, მე მაგათ ვიძახი მესამე სტადიის ჰიპნოზში არის. მესამე სტადიის ჰიპნოზი რას ნიშნავს? რომ უკვე მართული ხარ, ანუ შენ აი მესამე სტადია იმის მდგომარეობაა, რომ შენ გმართავენ. ყველა ის რასაც ჩაგძახებენ, იმას აკეთებ, ზომბირება ხო ვერაცნობიერებ და მე კიდევ ვაძახი ამათ სასარგებლო იდიოტებს. ოღონდ ეს არ არის სასარგებლო იდიოტი შეურაცხყოფა, ანუ ადამიანის გულსფელ პროტეზს იყენებს ბოროტი ძალები ცუდის რახვებისთვის. სხვა ამათ მე სულ ამას ვეუბნები ყველას მე მესმის თქვენი პოზიცია თქვენ ესენი მართლა გულსველები არიან აქციაზე ვინც და იმას მართლა გონია რომ ჩვენ ვიღუპებით და რუსეთში მივდივარ და ის გულსველად აპროტესტებს ამას ესო მე და თქვენს რო დავიჯეროთ ჩვენს გავალთ აქციაზე და ხო ხვდებით რომ გჯეროთ ჩვენი ქვეყანა იღუპება არ დავა ხო პირველები ვიქნებით იქ რო გავალთ მაგრამ ესენი ანუ გულსველები არის, მაგრამ უბრალოდ შეცდომაში არიან შეყვანილები და მე მაგიტო ვცემ მათაც პატივს და მესმის მათი მდგომარეობა. აი მე პატივს ავცემ ამ ოპოზიციას და ამ ბოდიში და აი ნახირი და აი ბოროტები ვინც არიან ჩვენი კონსტრუქტორები, რომელსაც იციან, რასაც ემსახურებიან და ამ ხალხს გულსფელ ადამიანებს გულსფელ პროტესტს იყენებენ სათავისოდ. და ჩვენს ეს გვინდოდა რომ ამათი ჩვენ ხალხი აი ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის სათქმელს ვლაპარაკობდით. თან აი ეს ძალიან დაძაბულ პერიოდში დავიწყეთ ეს რა და აი როგორი გამოხმაურება იყო რომ აი გზნობდით რომ აი ხალხის სათქმელს ხო და იმათ სალაპარაკოს რო ვლაპარაკობ რა იმის გულში რაც არის იმას რო ვლაპარაკობ რა ეს იგზნობოდა ძალიან რა და მე მგონი ძალიან გამიგდება. იმიტომ რომ არა, ანუ ის იმიტომ რომ ალბათ უმცირესობა ხმაურობდა და უფრო ჩანდა და ამ დროს ძალიან ხო, ეგ იყო ერთ-ერთი მიზეზი და მე კიდე მინდა მოგილოცო თქვენ და კიდე ვიმედოვნ რომ კიდე ბევრი გაჩნდება ესეთი არხები კიდე ვიყავ ეხლა ცოტა ხნის ის სტუმრად იყო პოლიტიკს იყო კაი ბიჭი არის იმასაც წარმატებას უსურვო და ნეტა ბევრი ესეთი გაჩნდეს რომ ჩვენი ხმა უნდა ისმოთ ჩვენ უნდა შევეცოთ ამათი ხმა უნდა გადავფაროთ და შესაძლებელია ეს ამიტომ არ უნდა მოერიდოს არავის თავისი აზრის დაფიქსირების. საერთოდ არავის არ უნდა მოერიდოს. პირიქით, ჩვენ რაც უფრო მეტ აზრს დავფიქსირებთ, მით უფრო ამათ ჩავძირავთ და ამათ აქ გავაქროთ. პოლიტიკური ველიდან და მე უკვე ამათი ხმა აი როგორ იქნება იცი აი რაღაცა აი არაფერის ნიშნულობას დაკარგავენ ესენი მოკლედ ჩვენ თუ მასიურად ასე ვთქვათ შევუტევთ. რაც შეეხება ხო ანუ აი ეს გადაცემებს YouTube-ზე ალბათ ერთ-ერთი ისეთი დადებითი მხარე აქვს ის რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ ანუ ეს ტელევიზიისგან განსხვავებით რომ არ ვიცი გადაიღოს თუნდაც YouTube-ის გარდა სხვა ტელეფონი აიღოს ხო ანუ ეს კომფორტი არის ჩვენს დროში ასე ვთქვათ მაგრამ ერთი არის კიდევ ძალიან მაინტერესებს აი შენ ახსენე ახლა უკრაინის ომი და შემდეგ უკვე ეს აქციები რომელიც მე უკვე ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონს მოყვა და ზოგადად მანამდეც რასაკვირველია იყო ახლა დაპირისპირება მე არ გულისხმობ ახლა კიდე ჯერ ძველ დროს სააკაშვილის დროს მაგრამ ანუ გულისხმობ აი დღევანდელ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და მომხრეებს შორის მაგრამ აი ესეთი პოლარიზება უფრო გაჩნდა მე მგონი ომის პერიოდში მერე და ძალიან გაჩნდა ხო ანუ და ის რას ფიქრობ აი რისგან იყო ეს ანუ ეს იყო წინასწარ ასე ვთქვათ განსაზღვრული დაგეგმილი თუნდაც გარეძალებისგან რომ აი ესეთი პოლარიზება მომხდარიყო ჩვენს ქვეყანაში თუ უბრალოდ რეალურად არის ეს პრობლემა ხალხს აქვს ანუ აი გარკვეულ ნაწილს ასე ვთქვათ ხო ჩვენი საზოგადოების ნაწილია ის ხალხიც და მათ აქვთ აი ესეთი რეალური რაღაცა გააზრებული პროტესტი თუნდაც აი იმ პროცესების მიმართაც იყო მიზან მიმართულად აქ იყო ხალხის დაყოფა უნდათ და როგორი რაღაც მომენტი აი რბილი ძალა რა არის ხო აი 80-იან წლებში ჯოზეფ ნაის დაწერა რბილი ძალა ანუ soft power და ეხა პირდაპირ აი ციტატას გეტყვით ჯოზეფ ნაის სიტყვებს რა სიძახის რომ როდესაც სხვა სახელმწიფო აიძულებს მეორე სახელმწიფოს გააკეთოს ის რაც სურს ოღონდ არა ძალისნებით არამედ თანამშრომლობით გზით ამას ეწოდება რბილი ძალა რბილი ძალა ეს პირდაპირ სიტყვით იძახის და რბილი ძალის წყაროებია კულტურა პოლიტიკური ღირებულებები და
პოლიტიკური ღირებულება და საგარეო პოლიტიკა. აი ხა რო ავიღოთ ესე პოლიტიკური ღირებულებები რა არის? ანუ ლიბერალიზმი, რომელიც ბოლო 35 წელია თავს ხო მოხვეული. საგარეო კურსი რა არის, რომ ევროპა და ნატო, ხო? ამის პროპაგანდა მიდიოდა, ანუ რბილი ძალით ჩვენ 35 წელია რბილი ძალა გვმართავს. ანუ ხისტი ძალა არ გვმართავს, ანუ ომით და აგრესიით ჩვენ არ გვმართავს. ჩვენ რბილი ძალა ის ზვიადიდან მოყოლებული, ანუ ზვიადის გარდა ზვიადი ერთ-ერთი პატრიოტი პრეზიდენტი იყო, რომელიც მათ წინააღმდეგ წავიდა და მაგიტომაც ჩამოაგდეს. მე ნუ შეიძლება იქ ბევრი პოლიტიკური რაღაცა შეცდომები ხონ ეს კიდე სხვა თემა, მაგრამ დღემდე მოყოლებული, აი ჩვენი ხელისუფლებას ბოლო 4 წელია დაიწყეს ამასთან რბილ ძალასთან ბრძოლა. და რამ დღეში ვიყავი და რამდენი ხნის გადატრიალება ვნახეთ, ხო, კარგად გავიხსენოთ, ხო, ამ 4 წელიწადში აი ომის პერიოდიდან ზუსტად რას მოხდა, ხო, რამდენი გადატრიალების ცელობა იყო, ხო? მაგრამ დღეს ახლა როგორც გამოჩნდა, მე ჯერ კიდე არ ყავს ესენი დამარცხებული, ესენი კიდე ხა ახალი ტალღას იწყებენ. და ისევ იგივეს და რატო? იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ მოინდომა სუვერენიტეტი მოვინდომეთ, ხო? ჩვენ და რაღაცა თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღება მოვითხოვნა. ეს ამას არ პატიობენ. და ანუ რა არის, რომ ამერიკის ჰეგემონია რო დაიწყო 90-იან წლებში, რო საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, ლიბერალიზმის ჰეგემონიას მოყვა ეს ერთად ამერიკა და ეს ლიბერალიზმი ერთად წამოვიდა, ხო? და დღეს უყურებთ ლიბერალიზმის დასრულებას და ასევე ამერიკის ჰეგემონიის დასრულებას. და ესენი ერთად და ჰეგემონია ამათი რო დაიწყო, ეს ლიბერალიზმი იყო, ხო? მთავარი რაღაც კონსერვატიზმი ითვლებოდა ბოლო დონის სიბნელით. ბოლო 4-5 წელია ჩვენთანაც ეგრე არ იყო, არ გახსოვს, აი 2018-19 წლებში აი მიშას პერიოდებში კონსერვატულ რაღაცას თუ იტყოდი, შენ იყავი ორკებს რო იძახდე, ხო გასაგებია და ეგ პერიოდი რო იყო. აი ხა იმ თემას დაუბრუნები, რატო დავიწყეს ყველაფერი, რომ ესეც მაგის ნაწილი იყო. აქაც ეს უნდოდა თუ აი უკრაინა, აქეთ იყო რაღაცა დემოკრატიის შუქურა და რაღაცა ის დასავლეთი და ეს ლიბერალიზმი, რომელიც ყვავის და აქეთ რაღაცა რუსეთი, რომელიც ამ დემოკრატიას ებრძვის და ან ბოროტი და კეთილის ბრძოლა იყო, არა და ეს ხო არ არის, აქ არ არის ბოროტი და კეთილი არ არსებობს სოფლიოში ესე არავინ ეს დიდი ტყუილი ამას ადამიანის სამართავად იყენებს ყველა რომ აი ბოროტი აქი და კეთილი აქი და აი ხა ირანის ბოროტია, აქეთ ამერიკა კეთილია და ამ კეთილმა ამერიკამ 179 ბავშვი აუფეთქა ხო, მოუკლა ხო 4 ყველაზე პატარა 4 წლის ყველაზე 12 წლის იყო და ამათ ეპატიებათ ეს ირანმა იგივე რო ქნას ხო წარმოგიდგენიათ რაც მოხდება და აი ამ ყველაფრის ფონზე აქ ჩვენთან შემოვიდნენ ეს იდეოლოგია აქ ხო ძალიან ძლავრად იყო და მე ჩვენი ხელისუფლება რომ სწორად მოიქცა და ომში ჩართვა ხო ეს რეალური რეალობა იყო ეს ხო აი ხა მაინც ხვდებით ამას ეს რეალობა იყო და ჩვენი ხელისუფლება ამას წინააღმდეგ წავიდა აი აქ დაიწყო მერე ყველაფერი და აქ დაიწყო დიდი შემოტევა ჩვენზე მაგრამ მადლობა ღმერთს ძალიან ისე რთულად, მაგრამ კარგად გავიარეთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რატო რომ ხალხი იყო კონსოლიდირებული, ჩვენ გავერთიანი, ჩვენ შეიძლება რაღაცები არ მოგწონდეს ხელისუფლების, მაგრამ ჩვენ საშიშროება ვიგრძენით და ამიტომ ყველა გავერთიანდით ერთად. როგორც ძველ დროს იყო ხო, ჩვენ ერთმანეთს იყო ხო, რაღაცა შუა საუკუნეების პერიოდში რო გავხსენოთ, ქართველები ეგ დაყოფილიყო ხო, იქ ჰაერეთი იყო, იქ სამეგრელო იქ ხო ერთმანეთის დაჭმანში ვიყავით, მაგრამ მტერი რო შემოგესწრება საქართველოს უერთიანდებოდა. და ეხაც ეს მომენტი დაგვიდგა, რომ მივხვდით, რომ ხო, რეალური საფრთხე ადამიანმა იგრძნო თავის თავზე, აქ არანაირი პროპაგანდა არ ჭირდებოდა ამას, ეს ძალიან ნათლად ვიგრძენით. წელი აქვს ჩვენ ქვეყანას გადატანა. ხო, და პამპერსები რო გამოგზავნეს და წყალი, ხო? ეგეც ხო გვახსოვს და უკრაინამ რა ქნა? აქ პირდაპირ ზეწოლები იყო, ხო? უკრაინამ ელჩი გაიწვია ჩვენგან. რის გამო გაიწვია? ოღონდ თან თქვეს რის გამოც? იმიტომ რომ ჩვენ მოხალისეები არ გავაგზავნეთ და სანქციებს არ ეს პირდაპირ თქვეს გამოვიდა ზელენსკიმას და ამ ელჩი აქ რომ გაიწვიეს პირდაპირ თქვა მიზეზები თქვა რომ ეს ორი მიზეზი დაასახელა რომ ან მოხალისეები რო არ გავუშვით ან ომში რო არ ჩავერთვეთ ეს პირდაპირ ომში ჩართვას ნიშნავს იმიტომ რომ მოხალისეების გაგზავნეს იმ დროს ბორის ჯონსონი და პოლონეთის პრეზიდენტი და უამრავი ევროპელი ლიდერები პირდაპირ იძახდნენ რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უგზავნოთ ან მოხალისებად წასვლას, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ომში ჩართვას ნიშნავს. და ამის გამო და კიდე სანქციები რო არ ანუ ჩვენ ეკონომიკა რო არ გავანადგურეთ, ამიტომ ელჩი გაიწვიეს და ჩვენი ელჩი სხვათა შორის უკრაინაში ყველას ამერიკა პირველი დაკეტა იქ საკონსულოები და ჩვენი ელჩი ბოლომდე იქ იყო და არ წამოვიდა. წარმოიდგინე ესეთი ელჩი აქედან გაიწვიეს ელჩი და ბელარუსის ელჩი დღემდე ყავთ და რომელიც პირველი თუ გავს ბელარუსიდან იყო შეტევა და ბელოს საზღვარიდან შევიდნენ რუსები. მაგრამ ეს არაფერი. ხო და ფიქრობ რომ აი როცა ომი დაიწყებოდა თუნდაც ხო იყო ხა უკვე ამაზე საუბარი და რაღაც რომ რაღაცა გეგმის ნაწილი იყო
საქართველოს აი რა თქმა უნდა. ჩართვა არ ვიცი ხა ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამი არა არანაირად ხმამაღალი ნათქვამი ჩვენი ჩართვა უნდა და თომში გამოვიდნენ უკრაინის მაღალჩინოსნები გამოდიოდნენ ის რო არის კიდე მაღალჩინოსნები პირდაპირ გამოდიოდნენ იზახდნენ და ხო პირდაპირ საუბრობდა ხო ამას ეს ჩვენ ხო არ ვიძახით ამას და მაგას რო თავი დავანებოთ გონჩარენკო რო არის გაისერინეთ აფხაზეთში ეხა მაგის დრო დადგა და მაგას რო თავი დავანებოთ კიდე აგერ ელი დეგნანის და ეხა მე ჯერა რომ დარწმუნებული ვარ ეგ ჩანაწერებიც იქნება მაგის პროცესში ეს არ არის დიპლომატიური ნაბიჯური ეხა გამოუქვეყნო სიტყვას მაგრამ ეს ჩაწერილიც იქნება რომ ჩვენ ხო საუბრობდნენ რომ პირდაპირ მუქარები იყო ხო რომ ომში ჩავდა რატო იყო ეს მარტო ჩვენზე კი არ იყო ეს აი თუ გახსოვთ კარგად იმ პერიოდში ყაზახეთში როგორი გადატრიალების ცელობა რო იყო აი ზუსტად ომის პერიოდში ხდებოდა ეს საშინელი დიდი აქციები იყო და გადაწვეს იქაურობა და რატო იმიტომ რომ ყაზახეთის აქ როგორი სურათი უნდა და დაეხატათ იცი რომ აგრესორი რუსეთი და აქით რაღაცა პატარა ქვეყნებს ჩაგრავს და ებრძვის და რაღაცა გამოიყვანათ აგრესორად აი რომ ჩაგვრელათ რომ აგერ აი თო ჩვენ რა ეხა რა უნდა შევეფე ხალხ პატარა ქვეყანა რუსეთს რა უნდა დავაზიანოთ ხო ან რა ისეთი რესურსები უნდა გადმოიყვანოს აქით რომ ხო რაღაცა სიტყვაზე უკრაინისთვის რაღაცა არა ეს ამის მიზანი არ იყო ეს იყო სურათის შესაქმნელად რომ აგერ ეს ბოროტები აგერ ამდენ ქვეყანას საწყალ დემოკრატიულ ქვეყნებს როგორ ანადგურებს ეს მიზანი იყო ეს მიზანი დღემდეც აქვს დღემდე ეს აპრობირებული მეთოდია და ზოგადად მეთოდოლოგია არის რა თქმა უნდა წლების განმავლობაში შემუშავებული და მუშაობდა სხვა ქვეყნებში ეგრე არის ყველგან ეგრე არის ხა ირანის რო ვიყოთ ირანსაც ზუსტად იგივენაირად დაუწყეს ხო 47 წელია ირანს ებრძვიან რატო ებრძვიან ირანს ერთადერთი მიზეზის გამო უბრალოდ მათი კონტროლის ქვეშ არ არიან და ჩვენც მათი კონტროლიდან 35 წელი მათ კონტროლის ქვეშ ვართ ჩვენ ვართ მათი კოლონია ესე გვიყურებენ ჩაულებრივად და თავისუფლება მოვინდომეთ აი კოლონიზატორი თავის მონებს ხო აი როგორ ყველაფერს აპატიებს თავისუფლების მოთხოვნის გარდა ყველაფერს ერთადერთი თავისუფლება არ უნდა მოითხოვო შენ და ჩვენ თავისუფლება მოვითხოვოთ რაღაც სპარტაკივით ვიყავით რა ის სპარტაკს თავისუფლება არ აპატიეს ხო მარტო ხო სხვა არაფერი აი ჩვენ რაღაც თავისუფლება მოვითხოვეთ და ამას არ გპატი ისინი მართლა ეგრე ეს არ არის რაღაცა ესეთი რაღაცა ესეთი პათეტიკური ნათქვამი მართლა ესე არის ისინი მართლა ჩვენ ვიყურებენ ჩაულებრივ კოლონიად და ჩვენ როგორ გავბედეთ და მათი ნების საწინააღმდეგო წავედით და მაგიტო არის ხა ამ მდგომარეობაში დღემდე რო არ გვეშვებიან თუ ხარ და დღემდე ეხა კიდე ახალი ტალღები და ეხა ახალი ტალღები წამოვა კიდე აგერ ჩვენი ხელისუფლებაც ეხა ევროპასთან რა თქმა უნდა ძალიან აქტიურად ანუ ამ ხელისუფლების დროს მივიღეთ თუნდაც უვიზო რეჟიმი და ძალიან აქტიურად კანდიდატის სტატუსით ხო და აქტიურად მუშაობდა ყოველთვის მაგრამ აი გარდამტეხი იყო ასე ვთქვათ ეს შეიძლება ახსენე ხო ხო მანამდე ყველაფერი კარგად იყო ხო და აი რას ფიქრობ რატომ არის ესეთი ასე ვთქვათ იჯიკავები სიტყვა ვიტყვი ესეთი რაღაცა წლების განმავლობაში სულ თუნდაც ამ ხელისუფლებას და თან არის ხალხის გამოყენებით და იმათი მეთაურობით ვინც ჩემი აზრით არ ვიცი ნამდვილად არ აქვს მაღალი რეიტინგი თუნდაც იმიტომ რომ უმრავლესობა წლების განმავლობაში იყო ხო ის რომ ქვეყნის სათავეში და 2012 წელს შეიცვალა ეს ხალხი და რატომ აქვთ მათზე ასე ვთქვათ ფსონი დადებული მაინც და ანუ თან ამ ახალგაზრდების გამოყენებით რატო ხდება ეს ყველაფერი ანუ ეს ფიქრობ ამასთან დაკავშირებით აი ხა რა ვთქვი ზუსტად მაგიტო ხდება სხვა არაფრის გამო არ ხდება ჩვენ აი ხა ომის პერიოდამდე ყველაფერი კარგად იყო ჩვენთან დემოკრატიაც მოწონდა თუ გახსოვთ ეს შარლ მიშელის გეგმა აქით ამ ოპოზიციას ეუბნებოდნენ რომ პარლამენტში შედითო და პირიქით ხელისუფლების მხარეს იყვნენ ყველაფერი კარგად იყო აქ ესე არევოლუციურობები კი ქონდა მაგრამ მანამდე ანუ ამ ხელისუფლებამ ისეთი კანონები მიიღო სააკაშვილმა ვერ გაბედა იმ კანონების მიღება ანტიდისკრიმინაციული კანონიდან რო დავიწყოთ ბევრი კანონები მიიღეს ამათმა ანუ ხო და მაგას გეუბნებით ეს არის ზუსტად ეს ჩვენ მათ ვემორჩილებოდით ბოლომდე აი ბილიზალა ეს არის ბილიზალა მარტო როგორ მომენტი იცით აი სახელმწიფოს ჩინონიკების გარდა არასამთავრობოები და საერთაშორისო ინსტიტუტები და გავსი ორგანოების მიერ ხდება ამათი გამოყენება ესენი არიან ეს არ ბილიზალა ესე ხდება ანუ მეგობრობით ცდილობენ რომ გაკეთებინ ის რაც მათ სურთ და არა ომით და როგორ რითი ხდება ეს ანუ რითი აკეთებენ ამას ამ მიზნები რა არის პირველი ანუ მიზანი ანუ საშუალებები ანუ არის რომ შანტაჟის გზით
მოსყიდვის გზით, მოხიბლის გზით ასევე ცდილობენ, რომ მოგინდეს ის, რაც მათ სურს. და ამაში აი გადავხედოთ ჩვენ ისტორია სააკაშვილიდან მოყოლებული, შევარდნაძიდან მოყოლებული უბრალოდ დღევანდელ ხელისუფლების დამთავრებული ჩვენ ამაში გვამყოფებენ, რაც მათ სურს მაგას გვაკეთებენ, იმიტომ რომ აქ ქონდეთ კონტროლი ეს როგორია საქართველოს ხო არის ეს საქართველოს პატარა ქვეყანაა, მაგრამ გეოგრაფიულად, გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანეს ადგილას ვართ. ჩვენ აქ სუეცის მნიშვნელობა გქონდა. აი სპარსეთი რო დავიწყო და სპარსეთი და ბიზანტიელები მე-5-6 საუკუნეში აბრეშუმის გზისთვის რო ომობდნენ, აქ ომობდნენ აი საქართველოში ხდებოდა ომი, მაშინ აი ეგრისი იყო, ანუ დასავლეთ საქართველოს ეგრისი იყო, სახელმწიფო ქუჯი იყო მაშინ მეფე და ნუ ბევრი ის 11 საუკუნე იყო ეგრისის ანუ კოლხეთის ნანგრევებზე აშენეს სახელმწიფო, მაგრამ ანუ ამ პერიოდში იქაც აბრეშუმის გზა იყო მთავარი მნიშვნელოვანი არტერია და აქ გადიოდა და ამაში აქ უამრავი ომები ტარდებოდა ბიზანტიელებს და სპარსელებს შორის. აქაც ეხა იგივე აქ არის გზების კონტროლი მიდის. აქ უნდა ჩვენი კონტროლი შუა დერეფანიც რაც არის ხა შუა დერეფანის კონტროლი უნდა. ანუ იქიდან ხერი უნდათ რომ მათ თვითონ ნახონ. უნდათ კიდე რომ შავ ზღვას მოწყვიტონ რუსეთი. ანუ რუსეთს თბილ ზღვებზე გასასვლელი მარტო შავ ზღვაში აქვს, დანარჩენი ყველა მდინარე ჩილოყინულ ოკეანეში ჩაედინება და ერთადერთი გასასვლელი თბილის ზღვაზე აქვს შავი ზღვიდან. და ცდილობენ შავ ზღვას მოწყვიტოს და დიდი საჭიროებო დაფა ბერჟეჟინსკისაა ესეთი დაწერილი, ძალიან საინტერესო წიგნი, ესეც ამერიკელი პოლონელი წარმოშობით, მაგრამ ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც ობამას რჩეველის იყო და პრეზიდენტი რჩეველი იყო, პირდაპირ იქ უწერია, რომ რუსეთს თუ შავ ზღვას მოწყვეტავთ, ის ვეღარ იქნება ევრაზიის, ანუ შეწყვეს ევრაზიის ჰეგემონია ყოფნასო. და უკრაინა არის ახალი საჭიროებო დაფა, ანუ ახალი სივრცე საჭიროებო დაფაზე, იმიტომ რომ ის წარმოადგენს გეოპოლიტიკის ცენტრს და რუსეთი მის გარეშე წყვეტს ევრაზიის ჰეგემონია ყოფნასო და ეხა ეს ხდება. ამ ომში ვართ ჩვენ კავშირში ვართ ამას და კიდე ჰარტლენდი რიმლენდის კიდე ეს სპაიკმენის და ეს კიდე ეს ლაპარაკი, მაგრამ ეს ხდება ეხლა ჩვენ ამის მონსტრები ვართ თუ აქ რუსეთი მაქსიმალურად დაასუსტონ და რამდენად შავ ზღვას მოწყვიტონ, მაგრამ ნუ ეს ძალიან რთული ამას არ გამოვოთ, აგერ უკვე მე-5 წელი ომის მიდის და ნუ სხვანაირად ვითარდება ხო პროცესები და სავარაუდოდ კიდე დიდი ხანი გაგრძელდება ის პერიოდში მე ხა თავიდან ტრამპი რომ მოვიდა მქონდა რაღაცა იმედები, იმიტომ რომ თვითონ ტრამპის რიტორიკიდან გამომდინარე ტრამპს სრული რო ქონდა და შეეძლო მართლა ეს ომი დაისრულებინა, მაგრამ ნუ როგორც ჩანს საერთოდ სხვა პოლიტიკას ატარებს ხა და ნუ ეს სავარაუდოდ ეს ომი უკრაინა რუსია ხა ირანის ომი შეიძლება მალე დამთავრდეს, იმიტომ რომ აქ თუ ამერიკა ტრამპის ინტერესი იქ რთულად აქვს საქმე და მაგრამ აი უკრაინის ომი სავარაუდოდ დიდი ხანი გაგრძელდება, შეიძლება იქ არის საუბარი იმაზე რომ ევროპაც შეიძლება ანუ ცდილობენ ხარ რომ ევროპაც ჩართონ ამ ომში და ეს კიდე ხანგრძლივი პროცესი შეიძლება დაიწყოს და რამოდენიმე წელი კიდე გაგრძელდეს და ძალიან ცუდი იქნება ჩვენთვის. ჩვენ ქვეყანაზე როგორც სოფლიოს რა თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენ ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება ეს ომი კიდე დიდ ხანს რო გაგრძელდეს. ხო, აი ამ შემთხვევაში ჩვენმა ქვეყანამ როგორ უნდა იმოქმედოს, ასე ვთქვათ, ეხლა როგორც მოქმედებთ. როგორც მოქმედეთ, ისე უნდა ვიმოქმედოთ. ანუ ჩვენ ბალანსებული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. ჩვენ ხა არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკელები მტრად გადავიკიდოთ არ ჩდება არანაირად და არც რუსები არ უნდა გადავიკიდონ მტრად. ანუ ეს არის მთავარი. არც რუსები, არც თურქები და არც ირანელები. გეტყვის რომ რუსეთი, ანუ რუსეთთან ისედაც გვაქვს ასე ვთქვათ პირობებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლა მაინტერესებს შენი აზრი, აი რუსეთთან დაკავშირებით როგორი უნდა იყოს ჩვენი პოზიცია, იმიტომ რომ ხარ ასაკურველია ხა საომარი და ესეთი კონფლიქტური სიტუაცია ალბათ. ეგ ხომ გამორიცხოთ, ხო? ეგ მაგას ყველა გამორიცხოთ რუსეთთან. მაგრამ აი ხომ მაინტერესებს შენი ხედვა ზოგადად, აი დღევანდელობიდან გამომდინარე, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ დარეგულირდეს და თუნდაც ის საკითხები, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, ტერიტორიული მთლიანობის საკითხები დაიძრას. აი რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? აი ხა უკრაინის მაგალითად ხო უკვე ნაცვლად აჩვენა, მანამდე ძალიან ნათელი იყო, მაგრამ ეხლა უკვე ძალიან ნაცვლად ხო გამოჩნდა. რუსეთს, აი უკრაინაზე არანაკლები მნიშვნელოვანია კავკასია რუსეთისთვის. ანუ როგორც უკრაინაში რუსეთმა იომა და ბოლოს ანუ ადამიანებდა ომოს ეხა და უკან არ დაიხევს,
აქაც იგივე სიტუაცია რომ ხდეს, რომ აქაც რომ მოინდომონ აი კავკასიის წართმეო როგორც უკრაინა მოინდომონ, ზუსტად იგივე ომს გააჩაღებს აქაც. იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიგოთ ძალიან გეოპოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვან ადგილას ვართ, იმიტომ რომ ჩვენი მორღვევით, კავკასიის მორღვევით, მე აქ კასპიის ზღვის ქვეყნები მოდის შემდეგი. კასპიის ზღვის ქვეყნები და მე შუა აზია და ეს მთელი რკალი არის. ეს არის აი კავკასია არის ხერხემალი რუსეთის სტაბილურობისთვის, რუსეთის გადმოსახედიდან საუბრობ მე ამას. ეს არის მათთვის ხერხემალი. აქ აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებენ თუ ნახეს რომ აქ რაღაც სიტუაციები აირება. არ არსებობს ეს, გამორიცხული. უკრაინაში რის გამო დაიწყო ომი, ხო? ვიღაც ეს პრიმიტიული გონია და ადე ღარიბაშვილს რო დაუსვეს თუ გახსოვთ რაღაც ბრიუსელში სადღაც იყო კითხვა რომ რის გამო და ნატოს გამო დაიწყო და მე აქ რო ქილიკობდნენ ამაზე და ეს მართლა ესე არის. პირველი მიზეზი ეს იყო. თავარი, კიდე სხვა მიზეზები არის, მაგრამ თავარი მიზეზი არის ნატოს გაფართოება. ამიტომ ჩვენ ნატო საერთოდ უნდა ამოვიგნოთ თავიდან. ეს არის აგერ უკრაინის გადავხედოთ, რა არ არსებობს ჩვენ ჯერ ნატოში არავინ არ მიგიღებს არასდროს. და რომც მიგვიღონ, ჩვენ ომში ჩაგვირთრევენ, აუცილებლად რუსეთი აქ ომს დაიწყებს და დაგიპყრობს. საბოლოოდ ისე მოხდება, რომ დაგიპყრობს. და ჩვენ მე ვინ დაგვეხმარება? ვინმე არის დამხმარე ჩვენი 2008-ში ვინ დაგვეხმარა ხო არა უკრაინას ვინმე ეხმარება დღეს? იმის გახე შეიარაღების გარდა ომში ანუ ფიზიკურად ვინმე იღებს მონაწილეობას, ხო არავინ არ იღებს მონაწილეობას, ხო? მარტო ფულით ეხმარებიან, იმ ფულსაც უკვე ხა წუწუნიმით აგერი 90 მილიარდი ხა გაუხსნეს, ვეტო მოუხსნეს, იმიტომ რომ ის დრუჟბასის გახსნა მისადენიკებად. ფულის პრობლემაც აქვს, იმიტომ იქ ამერიკელები გამოიცან. იქ კიდე სხვა თემებია, მოკლედ აი ძალიან დიდი პრობლემებია შინაში არიან და ხა წარმოიდგინეთ რომ ჩვენ მდგომარეობაში ვინ დაგვეხმარება, ჩვენ 4 მილიონიანი ქვეყანა. რუსეთი სხვათა ჩვენ კი არ დაგვინდობს. იქ იმიტომ ინდოს რუსეთის თავის მოძმეერად მიაჩნია და ის ერთი სახელმწიფო იყო, ხო და იქ სხვანაირად ომობს. აი მაგალითად როგორც ევროპას სხვანაირად დაუწყებს ომს რუსეთი. და ჩვენ საერთოდ არ მოერიდება ჩვენ და ჩვენ ისე გაგვასწორებენ მიწასთან. უკრაინაში კიდე ასე თუ ისე ცალი ხელით ომობენ. და ჩვენ ბოლომდე გვეომებიან. ანუ ბოლომდე გაგვასწორებენ მიწასთან, არ მოერიდებათ არაფრის. და ამიტომ ასე რომ ჩვენ ეს რაღაცა მითები, რაღაცა ფანტაზიებიდან უნდა გამოვიდეთ და ჩვენ ტერიტორიები ხომ გვინდა რომ დავიბრუნოთ. და სხვა რა დიალოგი უნდა დავიწყოთ რუსეთთან. ეს როგორც მოგწონს, არ მომწონს, ის შეება ვიღაცა მე ხარ შემომედაოს, რომ აი რუსეთთან ამდენჯერ ქონია დიალოგები და მოგვატყუეს და იქ რაღაცები არ შეგვიდა გეორგიის ტრაქტატს გაიხსენებენ, რაღაცებს იქ გასაგებია ეს ყველაფერი. მე მესმის, მაგრამ 35 წელია ჩვენ ამერიკელებს და დასავლეთის იმედად ვართ. და რა მივიღეთ? საბჭოთა კავშირი რო დაიშალა 5,800,000 საქართველოს მოსახლეობა, ამდენი ადამიანი ცხოვრობდა, ბევრმა ქვეყანა დატოვა და დღესდღეობით ვართ 3,700,000-მდე, ხო? ტერიტორიები კიდე უფრო დავკარგეთ, რა ომის 2008 წლის ომის შემდეგ, 20% არის ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული. აგერ ცხინვალთან 40 კილომეტრი არის ზუსტად, 40 კილომეტრი არის საზღვარი, სადაც რუსული ბაზა არის. და ჩვენ რა უნდა ვქნა, რა დაგვრჩენია? ერთადერთი დაგვრჩა დიალოგი რუსეთთან. სხვა გამოსავალს ვინმე თუ მეტყვის, სხვა გამოსავალს, ისეც არგუმენტირებულს. კი ბატონო, მე შეება ვცდები, მე არ ვიძახე მე მართლა, მაგრამ მაინტერესებს ახლა ჩვენ მე რასაც ვაკვირდება მაგალითად ადრე, თუნდაც აი, რა ვიცი, 10 წლის წინ თუნდაც და ასეთი ისტერია არ იყო. ეს თუნდაც აი რუსულ ყველაფერს რუსულს ყველას ნუ თუ კი ანუ რაიმე საპირისპირო აზრი არსებობს ყველაფერს რუსულს და რუსეთს ეძახიანაც ნუ მართლმადიდებლობას რუსული გახდა ხო რაც არის თუ რაღაცაზე იტყვი რომ ქართულია რეალურად აი რა ვიცი ხო ანუ ეკლესიაზე რუსეთი არ არსებობდა რომ ჩვენ მართლმადიდებლობას საკუთარ რუსეთი არ არსებობდა ჩვენ მართლმადიდებლები ვიყავით და მართლმადიდებლობას რუსები რუსული გახდა ნუ პატრიარქზე ხო წლების განმავლობაში მიდიოდა მათგან საუბარი ეს მე რო გითხარით აი ბოდიშო გაწყვეტდნენ რბილზალის წყაროები რა არის კულტურა პოლიტიკური ღირებულებები და საგარეო პოლიტიკა აი აქ სამში გიტევ აი ეგ ნაწილი იყო ერთ-ერთი პატრიარქ ჩვენ როგორ მართლმადიდებლობა და ქართველობა ეს არის სინონიმები ეს არის ერთი ანუ ერთ არსი ანუ ორი ბუნებოვანი ერთი არსი აი როგორც აი ღმერთი ხო სამბუნებოვანია, მაგრამ ერთია, ხო? აი ეგეთი შეწყმა, აი მზე ხო არის ერთი, მაგრამ მზისგან გამოდინოს სინათლე და გამოდინოს სითბო, ხო? მაგრამ მზე ერთია. აი ესი არის ზუსტად საქართველოს და მართლმადიდებლობა ერთი არის რა, ეს
განუშორებელი ნაწილია, ხო და აი ამას ებრძოდნენ. ზუსტად შევარნაძიდან მაშინ უოდ ვერ ბედავდნენ ამდენს. თუ ხარ გახსოვთ პრეზიდენტ ბოდიში და პატრიარქზე ვინ კაბედავდა რამეს ცუდის თქმას. ეს რაღაცა მე არ მახსოვს საერთოდ. ვიღაცა ერთი თუ გამოხდებოდა ის ეგრევე გიჟად ირაცხებოდა და საერთოდ ანუ არ იყო ხო ეს მომენტი. ეს თავისუფლების ინსტიტუტი და ის ხო მაშინ მახსოვს. ხო და ეგენ ისინიც კი ვერ ბედავდნენ. პატრიარქზე რაღაცას ცდილობდნენ. აი მიშას დროს დაიწყო ხო ეს მიშას დროს დაიწყო აქტიურ, მაგრამ მაშინაც კი ვერ ბედავდნენ. მაგრამ ჩვენ აგერ მოვედით უკვე იმ დონის გარხსნამდე, რომ აი პეტრე ვიღაცა გამოდის და საშინელი როგორ რაღაცებს ლაპარაკობს პატრიარქზე და უამრავი რაღაცა ხო? და აი ეს არის მე კულტურა მარტო დავიწყო რომ შეგაწყენინოთ რომ აი პატრიარქს აი მაგას ებრძვიან. აი კულტურის ნაწილია ესეც. ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობაა ეს ჩვენი, აი ქართველის იდენტობა, მაგიტო შევადარე მართლმადიდებლად კულტურა ერთმანეთს, რომ კულტურა და ქართველი, აი ჩვენ რაც ვართ, ქართველები ის იდენტობა გვაქვს მაგ მართლმადიდებლობიდან, ხო? და აი ეს ერთი შერწყმა არის, ერთი არის და აი მაგას ებრძოდნენ ყოველთვის, მაგრამ მადლობა გქონს ვერაფერი, მაგრამ იმაში დაგვაზომბეს ამ ანუ იმით რა ქვია, პოლიტიკური ღირებულება, ამ ლიბერალიზმი და ამ ევროპული კურსიც ეს ნატო და ევროკავშირი, ამაში დავზომდით მაქსიმალურად, მაგრამ აი იმ თავარში ვერაფერი ვერ გვქონს. ხო, მით უმეტეს აი პატრიარქის გარდაცვალებამ ასე ვთქვა და პანაშვიძე მისუმა ხალხმა ალბათ დაანახა რეალურად სურათი, რომ ვერაფერს ვერ დააკლებენ ასე ვთქვა ამ კუთხით რა. ხო, იმიტომ რომ გარდაცვალება მოგვაჩვენა, ხო. ხო, მთელ მსოფლიომ დაინახა ამ კუთხით. ხო. რაც შეეხება ხო აი ჩემ კითხვას რა მაინტერესებს იცი რომ აი ყველაფერს ესე რუსულს ეძახიან თქო თუ კი რა მე და ხო და აი ეს დაიწყო რაღაცა ხო არ ფიქრობ რომ აი წლების განმავლობაში თუნდაც განათლების კუთხით იმიტომ რომ შენ ბილძალაზე საუბრობდი ერთ-ერთი არის ეს ისაც ხო ახალგაზრდები სხვადასხვა თუნდაც უნივერსიტეტებიდან დაწყებული ტრენინგებით დამთავრებული როდესაც აი ესეთი ხო იცი საზღვარგარეთაც მიყავთ ან აქ თუნდაც რაღაცა ილია უნი მაგალითად ხო და რაღაცა ისეთი მოსაწონი ივენთები პოლიციები ასე თქვა და ნუ ახალგაზრდებს მეტი რა უნდათ ხო როდესაც მით უმეტეს თუ კიდე ევროპაში მიყავ ხარ რაღაცა და აი ამ კუთხით ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ცოტა შეიძლება უხეშად ჟღერდეს მაგრამ აი ტვინის გამორეცხვა მიმდინარეობდა ხო წლების განმავლობაში რომელიც ხო და ფიქრობ რომ აი ეს არის შედეგი თუნდაც იმისი რომ დღეს ხო ის ადამიანები მიუხედავად იმისა რომ დამეთანხმები რომ ალბათ ინფორმაციის კუთხით ეხლა უფრო არის ხელმისაწვდომობა თუნდაც მათი წლის იმიტომ რომ ინტერნეტი არსებობს და ალბათ ყველა მოაზროვნე ადამიანი შეუძლია რომ ასე თუ ისე გადაამოწმოს რომელი არის მართალი და რომელი არის და თუნდაც ორივე მხარეს შემდეგ რაღაც ანალიზი გააკეთოს ორივე მხარის შედეგად აი რას ფიქრობ რატომ მოხდა ასე ერთ აზრზე ჩამოყალიბება თუნდაც იმ ახალგაზრდების და მათთან დალაპარაკებას კი ხშირ შემთხვევაში რთულია, იმიტომ რომ შეურაცხყოფაზე გადმოდიან ეგრევე ბუნგზე და მოღალატედ გრაცხავენ და იმად რომ შენ ხარ ასე ვთქვათ ზუსტად ის რაღაცა რუსეთის ინტერესების დამცველი. აი ამაზე არა ვარ. აი ხა მე რასაც ვცაურე, ესეც ვიღაცა მე დამაბრალებს რომ ეს შენ რუსეთის ინტერესებს. აი ხა რას ვისაუბრე? კი, ანუ აი და აქედან გამომდინარე რომ ეგ ახმებია, ხო? არა, ხო, მაგრამ მე ნუ ეგ საერთოდ არ მაინტერესებს გითხარი მაგათაც. ხო და რატო ეს მიშას პერიოდიდან დაიწყო ეს ყველაფერი. რუსეთი მანტრასავით რო გვიმეორებდნენ ყველაფერს და საბოლოოდ ყველაფერი რუსეთს რო მიყიდა მე. და პირველი რო იყო რომ რუსეთს რო გაუხსნა სამხრივად რო გაუხსნა უბიზო და საზღვართან რო ელოდებო რო ხო საზღვართან პასპორტი და ბედნიერი რო იყო აი ეს არის და აი ეს მაგიდან დაიწყო და მე აი ჩვენ დღევანდელ ხელისუფლებამ ეს გააგრძელა ეს რიტორიკა 2021 წლამდე სანამ დაიწყებოდა ეს რიტორიკა იყო დღემდე აი ბოლო 20 წელი თაობა გაიზარდა წარმოიდგინეთ ეს როგორი რაღაცა ანუ და კიდევ მაინც მადლობა ღმერთს მაინც არ არის ეს ანუ ამ თაობაში ესენი მაინც კიდევ უმცირესობაში წარმოგიდგენ მთელი თაობა გაიზარდა რუსეთის სახილით და ჯაფარიძე საზღვარზე მიდის და ბოდიში და უკანას რო ჩაიხდის და აი ეს რა უკანალის ჩახტა რა უბედურება მაგით რა შედეგს და გინე და მაქსიმალური ზიზღი და გინება და საქმე არა ხო მარტო აი ზედაპირული საუბრები რუსეთი ჩვენი მტერია გავიგეთ ჩვენი მტერია მე გეთახმებით მაგაში გავსაგებია რუსეთი ჩვენი მტერია ჩვენი ტერიტორიები ოკუპანტია და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს დაკავებული და არის იქ ბაზები გასაგებია ეს მაგრამ გამოსავალი რა არის
ანუ გამოსავალი გითხარით. ამაში კაი თანხმდებით, ხო? მანმე არ გეთახმებით თქვენ გინებაში და ერთი ადგილის იქ უკანალის ჩვენებაში და რაღაც სისულელეებში. მე ვცდილობ ვიპოვო გამოსავალი. შენს პოზიციას მაგალითად როცა აფიქსირებ, ახლა კონკრეტულად შენზე კი არ ვიძახის, ზოგადად ანუ ჩვენს ასე ვთქვათ პოზიციას რატომ არის რომ აი ესეთი დამოკიდებულება აქვს, თუ თითქოს ისინი არიან ევროპაში ინტეგრაციის მომხრეები ან რაღაცა ხო ანუ ჩვენ ახლა ბევრი რაღაცა არის გასაანალიზებელი და გასათვალისწინებელი ალბათ უფრო ახლა მე თუ შეგვიძლია რომ ესეც განვავრცოთ მაგრამ ამ შემთხვევაში რატომ ხდება ესეთი ანუ რადიკალურად და ესე აგრესიულად ამ ყველაფერზე პასუხი რა არის სიბრალია ეს ვფიქრობ იმიტომ რომ ესენი ანუ არიან მართულები ანუ მე ბილიზალა ხშირად გავიმარჯვე ეს არის მთავარი ეს არის ამათი საყრდენი და მე ამით მე ცდილობენ ხალხი მართონ და ცდილობენ რომ ეს მასიურად მოედოს საქართველოს მოსახლეობას რომ ყველამ ესე იფიქროს და ცდილობენ იმას რომ შენ თუ ესე არ ფიქრობ შენ საზოგადოებიდან გარიყული უნდა იყო შენ სამსახურში უნდა გცხენოდეს მისვლა შენ რომ სამსახურში მიხვალ იქ ყველა თანამოაზრე უნდა იყოს აი ოკუპანტ გინება რუსეთებს და შენ იქ რაღაცა განსხვავებულს რო იტყვი შენ იქ უნდა დაგაბულინგონ და შენ მეორე დღე სამსახურში არ უნდა აი ყველგან სამსახური დაიწყო ნებისმიერ თუ რაღაცა სპორტ ფეხბურთი სადაც გუნდში მისვლა ნებისმიერ ადგილას რაღაცა კაფეში შესვლა უნდა შეგწხვეს იმიტომ რომ შენი შეიძლება შენი მოსაზრება არის სტარი და შეიძლება ჩვენი მოსაზრება მე არ ვიცი რომ ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია ვარ მე რასაც ვლაპარაკობ მე შეიძლება ვწთები რათა გულსπელად ვიძახი ამას მაგრამ მოვიდეს ვინმე ერთი ადამიანი მაინც ერთი ადამიანი ვინმე და რაღაცა სხვა არგუმენტი ან რაღაც სხვა გამოსავალი მითხრას რომ რა აი ესე თანხმდები რუსეთი ოკუპანტია გასაგებია მაგრამ გამოსავალი ვინმე ერთმა მითხრას მე დღემდე აგერ 35 წლის ვარ და სულ ამ ძალიან დაინტერესებული ამ პოლიტიკი და სულ ეძიები და სულ მაგ ეს პოლემიკები ასე შემდეგ და საუბრები საბოლოო ყველა პოლემიკაში ყველასთან ბოლოს ის მიდის რომ აი რას ვიცი რომ უნდა რომ დაგეთახოს მაგრამ არ გეთახმება აი არ გიღიარებს მაგას იქ რაღაცა მე უკვე რაღაც აბსურდებში გადადის და ყველა პასუხი დღემდე არა მაქვს არავისგან არ მიმიღია დღემდე პასუხი რა უნდა გავაკეთოთ და აი ეს ბულინგი მაგის შედეგია ანუ ამით იფარება მე ამ რეალურ პრობლემის საუბარი მოხდი ეს არის მთავარი რომ ჩვენ მარტო რუსეთს უნდა ვაგინოთ ვაფრთხოთ იმის იქით მორჩა არაფერი არ უნდა გავაკეთოთ ეს არის მთავარი რომ უნდა ჩავიხადოთ ვაგინოთ ის უნდა გამოვიდეს რა ქვია რუსთავი ორის გაბუნია და პუტინს უნდა აგინოს მკვდარ დედას საფლავზე ხო მკვდარ დედის საფლავზე ჯერ ქართველი მკვდარი დედის საფლავს როგორი მტერიც არ უნდა იყოს მკვდარი დედის საფლავს როგორ უნდა ხო ეს ხო ძალიან უმორალოა საქციელია ხო როგორი მტერიც არ უნდა იყოს რა შაჰაბასის დედას არ უნდა უსურო რა ეგეთი რაღაც რომ მკვდარი დედის საფლავი რა პიროვნულად იმას შეეხა ხო აი ეს რიტორიკა უნდა იყოს მე ხო დადიოდ ცუციკივით 20 დაცვა რო დაყავდა დადიოდა სადა დარბაზებში და სავარჯიშო და შეშინებოდა და მარცხა შეშინებოდა დადიოდ იმიტომ მე კადი რომ თუ რაღაცა რო თქვა და აქ უნდა ცუციკივით იყო და ეგ მოწონს აი ეგ ხო და ეგ არის ამათი მთავარი ამოცანა ამათი რა ანუ ამ დასავლეთის მთავარი ამოცანა დასავლეთის საყდენი ვინ არის აქ ჩვენი ხელისუფლება მაგრამ ჩვენი ხელისუფლება აღარ ეს საყდენი ესენი ყავთ აი არასამთავრობოები ჟურნალისტები რაღაცა ეს საერთაშორისო ორგანიზაციები რამდენია ხო ჩვენთან უამრავი აი ეს საზოგადოება და ამით იმართ არა გუსტ არასამთავრობოების ორგანიზაციები არასამთავრობო ორგანიზაცია აქციებს იდგა და ხელისუფლება გადადგესო და ნუ აქციებს ატარებდნენ ხო ეს ხო მარაზმია და რატო? იმიტომ რომ აი ესაა მთავარი ეს უნდა ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მხოლოდ პრივიტივიზმზე, ცოტა ზედა ჩვენ ღრმად არ უნდა ჩავიხედოთ და პრობლემები არის სიღრმეში და დეტალებში არის ჭეშმარიტება. ზედაპირზე ჩვენ რასაც გვაჩვენებენ ნებისმიერი არხი, სახელმწიფო არხი აიღეთ თუ ოპოზიციო არხი, დასავლური მედია რაც არსებობს. ნებისმიერი მედია, არც ერთი მედია არა დამოუკიდებელი, ეს არის დიდი ტყუილი. არავინ არ დაიჯეროთ რომ რომელიმე მედია დედამიწის ზურგზე დამოუკიდებელი. ყველა წარმოადგენს მხარეს და ყველა თავის მხარის გამართლებას ცდილობს.
ეს არის ძალიან მარტივი. აი ეს ძალიან მარტივად ჩანს, ხო? ეხა მაინც ხო გამოჩნდა. აი თქვენ რო ახსენეთ, რომ ეხა ინფორმაციის ნაკლებობა იყო და ეხა არისო, ხო? ეხა ორი უკიდურესობაა. ადრე ინფორმაციის ნაკლებობა, ეხა არის ინფორმაციის ნიაღვარი და რთული ამ ინფორმაციის ნიაღვარში სწორი ინფორმაცია ამოიღო. ძალიან აწევია და ზუსტად მაგასთან დაკავშირებით, რომ ხშირ შემთხვევაში ეხა შენ ვიზეთ საუბრობ და მეც საუბრობ, ხო? იმ ადამიანებს, რომლებსაც ესე აგრესიულად არის განწყობილი ჩვენი აზრის მიმართ, ხო? და ჩვენი პოზიციის მიმართ, ხშირ შემთხვევაში ძალიან ორგანიზებულები არიან, თუნდაც დაფინანსებული და არიან, თუნდაც შიგნიდან არ ვიცი, სერიოზული ძალიან კარგი ორგანიზება აქვთ ამ კუთხით, ძალიან მაგრები არიან და ხო, ანუ აი სოციალურ მედიაში ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ამ ადამიანების მათი ანუ საპირისპირო აზრის მქონე ადამიანების დაბუნინგება, ასევე და თავისუფალი აზრის შეზღუდვა. ხო, დაბლოკვა და რა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცა არის, ისა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ასეთი ბერკეტი მათ ხელში არის რეალურად სამწუხაროდ, არ ვიცი ხა, იმიტომ რომ როცა საუბრობთ ჩვენ დემოკრატიაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, რასაც თვითონ ასე ვთქვათ წესით უნდა ქადაგებდნენ, რეალურად არის ძალიან სერიოზული პრობლემა ამ კუთხით მათი მხრიდან და რა ვიცი ჩვენ ძალიან დასაწყისებლები ვართ მაგხრივ. ხო, ამ ხრივ აი რას ფიქრობ, რომ ძალიან არათანაბარ პირობებში გვიწევს ბრძოლა. აი თანაბარ პირობებში ვიბრძოლოთ, კი ბატონო. მე Facebook-ს ძალიან გავუბრალდი, ის როგორი მომენტი იყო. თავიდან ჯერ ჩვენი გვერდი დაგვიბლოკეს. უაზრო მიზეზის გამო. ოღონდ ძალიან ბევრი რამოდენიმე თვითონ კონკრეტულ ვიდეო დაგვიბლოკეს. მართლა უაზრო მიზეზის გამო. ფაქტ-ჩეკერებმა. ეს ფაქტ-ჩეკერები ვინებია კაპანაძე და დამავიწყდა წკინწურაშვილი და ვიღაცები აკონტროლ, ანუ ლიბერალები აკონტროლებენ ამ ფაქტ-ჩეკერებს. ამათი ანუ შენ ლიბერალ დღის წესრიგს თუ არ ზიხარ და ოდან განსხვავებულ რამეს აფიქსირებ, ყველანაირად ბლოკავენ. ხო, რა თქმა უნდა და ბნელი ხარ და აი როგორი ბნელი ხარ, იცი რომ აი ამასთან ერთად აი მაგიდა სუფრაზეს არ უნდა იჯდები, ხო, ეს სირცხვილი. ხო, ეს არის არგუმენტად ძირითადად. ხო, მაგას აი მაგიტო თავი ეს ზედაპირული საუბარი, მე ხვდი პრიმიტივიზია და ყვაინე სიმარტივეზია, არა რუსულ კანონს. იმის იქით მორჩა საუბარი. იმის იქით მედეში აღარ უნდა ვისაუბროთ რატოა რუსული. კითხვას დასმის უფლებას არ აქვს, იმიტომ პასუხი არ აქვს იმას. რუსული როგორ არის? საერთოდ არაფერი არ აქვს რუსულთან. ჩვენ კანონი რაც მივიღეთ, ქართული კანონი იყო. ანუ ფარა აი ამერიკულ და რუსულ კანონს უფრო მეტი საერთო აქვს ერთმანეთთან, ვიდრე ქართული კანონი იყო. მე ფარაც მივიღეთ ცოტა შორის. მაგრამ აი არა რუსულ კანონს და მე საქართველოში არ ვიყავი მაგ პერიოდში. და როგორი მომენტი იყო, აი იფიქრეს რომ მორჩა, აი ისეთი არგუმენტი გვაქვს, რომ ქვას გახეთქას და დამირეკავთ. ანუ ლიბერალსაც ეხლა რაღაც იტყვი და რაღაცა რა და პოლემიკაში რო შედიხარ, ხო მეგობართან შედიხარ პოლემიკაში ის მაინც გისმენს და მე არგუმენტებით აუცილებლად დაამარცხებ, იმიტომ რომ მართალი ხარ, შენსკენ არის სიმართლე. მაგრამ არგუმენტირებულ საუბრის უფლებასაც არ გაძლევენ, მე სივრცეში აი ეს ზოგადად ანუ ამ სივრცეში გულისხმობ. არ გაძლევენ, იმიტომ რომ აი ამ პრიმიტივიზმი რომ არა რუსული კანონი და მორჩა იმის იქით ჩვენ აი ეს არ უნდა განვიხილოთ რუსულია, არ არის რუსული. მე ხა წარმოიდგინეთ უაზრო დაგვიბლოკეს ჩვენი გვერდი, ტვინის გასაღების გვერდი და პირდაპირ Facebook-ი გვიწერდა რომ თქვენ გვერდს ფართო აუდიტორს აღარ ვაჩვენებთ. ეგრე აი მაგას სკრინები მაქვს, ეგრე უამრავი. მე ჩემი პირადი გვერდი დამიბლოკეს. იქ მაინც რაღაცებს გვიხსნიდნენ, რომ აი ამის გამო თქვენ რაღაცა სრულ ინფორმაციას არ ვცერთ, მაგრამ სრულ ინფორმაციას ჩემ მოსაზრებაზე იძახიან, სრულ, ჩემ მოსაზრება სრულ ვერ იქნება, ჩემ მოსაზრება შეიძლება ცდარი იყო, ანუ შეიძლება დამეთახმო, აი მოსაზრება ტყუილი არ არსებობს რო იყოს, ხო? მე რაღაც ეს აი ხა მე რასაც ვსაუბრე, ეს ტყუილები არ არის. ეს არის ჩემი მოსაზრება. შეიძლება არ დამეთახმო, შეიძლება დამეთახმო. ეს ტყუილი ვერ იქნება ვერანაირად. ახლა ტყუილი იქნება, რომ ეს რო თქვა, რომ ეს არ არის ჭიქა. ამაში ასხია რაღაცა ღვინო, ეს არის ტყუილი, მაგრამ ეს ამაში რო ვიდაქორე წყალია სხია, ეს არის სიმართლე, მაგრამ ეს წყალი შეიძლება ჩემთვის უგემოვნოა. აი ხო და შეიძლება რეალურად არც არსებობს ალბათ ის ლიბერალური დემოკრატია, ამის ნათელი მაგალითი. ფაშიზმამდეა მიყვანილი, აი განსხვავებულ აზრის თქმის უფლება არ აქვს ჩვენ. აი რეიგან რომელ პრეზიდენტს აღნა თქვამი რომ მოვადრო როცა ლიბერალიზმი ფაშიზმს და დაემსგავსება ციტატას არასწორად ვიძახი მე მგონი, მაგრამ ეს იყო ჩადებული ამაში და ეგრეც ხდება. მაგრამ აი კიდე ერთხელ როგორც აი ამერიკის ჰეგემონია დაიწყო ლიბერალიზმთან ერთად 90-იან წლებში და ეხლა ვუყურებთ ჰეგემონიის დასრულებას როგორც ამერიკის, ისე ლიბერალიზმის
ლიბერალიზმი სრულდება. ევროპა გადავხედოთ რა ხდება. აი ევროკავშირის საუბარია, რომ ვიღაცები შემეხარა ამ ჩემი საუბრიდან რაღაცა დასკვნა გამოიტანოს, რომ ეს სიტყვაზე არ მინდა ევროკავშირში. ეს არ არის ეგრე. მე როგორ ევროკავშირში მინდა იცით, აი ორბანი რო იყო, ფიცო რო არის, ლეპენი რო იქნება ეხა მაგალითად საფრანგეთში, ან AfD რო იქნება გერმანიაში. მე ესეთ ევროპაში მინდა გაწევრიანება. აი ესეთი ეხა როგორიც არის, მე ესეთ ევროპაში არ მინდა, ხო? უსამართლობის პიკირში რო არიან და რის გამო დემოკრატიას ეძახიან და ხალხს ადამიანებს ეგ AfD-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციას აცხადებენ. იქ ლეპენს 5 წელი აუგზავნეს არჩევნებში მონაწილეობის, რომ პირველ ადგილზე არის ხალი. აქეთ აღმოსავლეთ ევროპაშიც რაც ხდება, ანუ პროცესები მიდის აქეთკენ, რომ ლიბერალიზმი სრულდება და ესაც კონსერვატიზმი მოდის, ასე ვთქვათ. კონსერვატიზმი ძალიან ბევრნაირი ვიღაცა ეხლა კონსერვატიზმი 1000-ნაირი განსხვავება კიდე იქ სოციალიზმი არსებობს, სოციალისტებს ლიბერალიზმს ებრძვიან. ეგ მომენტი ძალიან ვიცი როგორ აი ზოგადად აი ლიბერალიზმი თავდება ეს რაღაცა ცრუ თავისუფლების დაპირებები რო არა და ყველაზე დიქტატორები არიან ხო რა თავისუფლებას რაში ჩვენ თავისუფლება რაში გვაქვს სიტყვის დაფიქსირების უფლება არ მაქვს მე ჩემ აზრს ვაფიქსირებ და იქ მბლოკავენ აზრის დაფიქსირების გამო რა დაბლოკავ ვის გაუგია შენ თუ დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლება და ხო აპელირება რაზე მიდის ხო სიტყვის თავისუფლება ადამიანის უფლებები პირველი ამას ებრძვიან პირველი სიტყვის თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს ებრძვიან. ხო, მაგას ვიძახი, რომ თუ კი მათი წინააღმდეგი ხარ, ეგრევე რუსულ დეზინფორმაციას მიგაწებებენ ხოლმე. რა, მიხდი, ანუ ეგ არგუმენტია. მაგას ვიძახი, რომ რა, ხო და ეს ხო მაგიტო არის, მაგიტო დამთავრდა. ანუ ხალხს ყელში ამოვიდა რა, აი ბოდოთ რომ ავსებ, აი სანამ აივსება ხო პროცესია, ხო? ავსების პროცესი მიდის და მე გადმოდის, ხო? აი ეს ლიბერალიზმი დაიწყო თავიდან, აი 90-იან და ამოვიდა და გადმოვიდა, მორჩა, დამთავრდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აი ხვალ დამთავრდება, ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესი, ამას მეტასტაზები ისე ქონდათ მთელ დასავლეთში და აქითაც, ანუ დემოკრატიის სახელით ძალადობდნენ ამერიკელები 90-იან წლებში და მოყოლებული, ხო, აირბილი ძალას რო ვახსენ ხშირად, აი ეს ნაწილი ერთი სისტემა არის, ამით ძალადობდნენ ყველგან დემოკრატიის სახელით შევიდნენ ერაყში. დემოკრატიის სახელით შევიდნენ ავღანეთში. დემოკრატიის სახელით შევიდნენ ახლა ირანში. ახლა ირანში კიდე პრინციპი დაიწყეს დემოკრატიის უკვე გულწრფელად დაიწყეს რის გამო შევიდნენ საუბარი მაგ. ნებისმიერ სომალი, სირია, ნებისმიერ ადგილას იუგოსლავია რატო დემოკრატიის სახელით დაშალეს იუგოსლავია და სერბეთს ბომბავდნენ ნატოს ჯარები. პირდაპირ, მაგას დემოკრატიას უწუნებდნენ და ყველგან ნებისმიერ ადგილას სადაც შევიდნენ დემოკრატიის სახელით შევიდნენ. მაგრამ ის ქვეყნები გაანადგურეს, ლიბიას რა უქნეს. დღემდე სამოქალაქო ომი არის. ყადაფი ხო იყო თითქოს დიქტატორი და ხო ჩამოაგდეს და თავისივე ხალხო გაატყავებინეს ქუჩაში. ხო, სასაშინლად. ხო, აი ამ ყველაფერს რასაც შენ დღემდე სამოქალაქო ომია იქ. ერთი ქვეყანა დამისახელოს ნებისმიერმა ადამიანმა ამერიკა სადაც შევიდა და ის ქვეყანა არის ახლა აყვავებული. ერთი ქვეყანა არსებობს ესეთი? მე მეშლება და ამ წუთას არ მახსოვს. ამერიკის გარდა თვითონ ამერიკა უძლიერეს სახელმწიფოა და ზუსტად ამიტომ აკეთეს ამას რომ თავის ინტერესებს გაატაროს და კიდევ უფრო გაძლიერდეს და ეხლა აი ეს ირანის ომიც არის მცდელობა იმისი რომ ისევ ის ჰეგემონია რაცაც გრძნობენ რომ ხელიდან ეცლებათ ისევ თავიდან დაიბრუნონ და ეს მომენტია და მითხარით კიდევ ერთი ქვეყანა სადაც შევიდნენ სადმე თუ არის დემოკრატია და ის ქვეყანა ეკონომიკურად თუ არის ძლიერი და განვითარებული უბრალოდ ვერ დამისახელებთ ესეთ ქვეყანას არ არსებობს ესეთი ქვეყანა შენ რაზეც აუბრობდი ახლა, აი თუნდაც აანალიზებ, შენ ალბათ გაქვს ბექგრაუნდი, ოჯახიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ძალიან ესეთი წლების განმავლობაში თქვენი ისეთი ცნობილი პოლიტიკოსი იყო და გამოუყოფ ამას, რომ ერთ-ერთი ყველაზე უშიშარი იმ კუთხით, რომ დღესდღე მახსოვს ის გამოსვლა, როდესაც სააკაშვილს დაუპირისპირდა პარლამენტში, იმ დროს მართლა საოცრება იყო ასეთი რამ. ხო და მაგრამ აი ახალგაზრდებს ხა წეგან ვახსენე, რომ არსებობს რეალურად, რომ აი ეს ყველაფერი ანალიზი გააკეთონ და ეს შეადარონ თუნდაც, რომ აი ეს არ არის ყველაფერი ესეთი უპირობო
სიკეთე მათგან მომავალი ნებისმიერი ესეთი დიდი ქვეყნებიდან არა მხოლოდ საუბარი ხო იქით თუნდაც ევროკავშირზე თუნდაც რუსეთზე ყველას თავისი ინტერესი აქვს და აი ამის გააზრება რატო არ ხდება ხოლმე თუნდაც აი ხლა იმაჟიტირებული და ესეთი ძალიან ხშირ შემთხვევაში გამოყენებული ახალგაზრდებიდან რომლებიც თუნდაც აი ნოემბრის აქციების დროს ვიცი პოლიციელებს და იმას პარლამენტს რაღაც ჩაშხანებს უშენებენ აქციას რო ეძახდნენ მაგას აი ხო აი რატომ არის აი ესეთი აღტკინებულები რატო არიან და აი რეალურად აი საფუძვლის გამოკვლევას რატო ვერ აწარმოებენ ხო ჭკვიანი ქართველები ჭკვიანები არიან რეალურად და ხო და აი რატო ხო და მაგ აი როგორ არის იცით ხდება აი დიდი უმრავლესობა მაგას ვიძახი მე სულ რო ხვდება და მაგიტო რომ ვერაფერი ვერ იქნეს და ერი კონსოლიდირებულია მაგრამ სამწუხაროდ არსებობს რაღაცა ნაწილი ოღონდ ძალიან მცირე ნაწილი ეს რომელიც ვერ ხვდება რომელიც იმიტომ ვერ ხვდება რომ არის დაჰიპნოზებული ამათ ანუ როგორ არის ევროკავშირი და ამ რბილმა ძალამ და ამ სისტემამ შექმნა 30 წელი ამ დემოკრატიის სახელით ამერიკასთან ზოგადად დასავლეთმა რა შექმნა რომ შენ არ გაქვს კრიტიკის უფლება ევროკავშირის და ამ ნატოსი და ეს არის რაღაცა რელიგია პრინციპი რელიგია არის ამათ ისე ჯერად ამათ წამთ და გონიათ რომ იქ რო ჩვენ შევა მორჩა ყველანაირი პრობლემა ჩვენი ქვეყნის მოგვარდება, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გადავხედოთ, უბრალოდ მარტივია ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ. არა აქვთ ინფორმაცია. ხო და ეს მიკვირს, როდესაც რეალურად არსებობს. და რატო არ აქვთ? იმიტომ რომ არ ჭირდა იმას გონია რომ ის თავის-თავში იმდენად დარწმუნებულია, რომ სიმართლეს ემსახურება და სიმართლისთვის არის და რუსეთში მივდივარ და ის აქციებზე რო დადიან დღემდე. იმას მთელი გულით აი ჩვენ როგორც ეხა მე ჩემი ეხა რას ვაპარაკობ ეს მართლა მთელი გული მსჯერაო ეს არის რაღაცა ემოციებზე დამყარებული კი არ მჯერა ეს არის კითხულობ ეს ჩემი პროფესია ეხა პოლიტოლოგია და ამაში მთელი ჩემი თავისუფალი დრო კი არ მთელი ჩემი 24 საათი რაც არსებობს ძილის იქით სულ ამაში ვარ მე სულ და ამიტომ აქიდან გამომდინარე მაგ მე ჩამოყალიბებული ეს აზრები და აქიდან გამომდინარე მე ამის მთელი გულით, მთელი არსით მჯერა, რასაც ვლაპარაკობ. აი და ისინი ზუსტად ესე არიან, ოღონდ იმათ ინფორმაციის ნაკლებობა აქვს და მაგიტომ ჯერათ ყველა ამ ყველაფერს და აზრით არ შეეკამათ. აი იმას აქვს ხო მარკ ტვეინს აქვს თქო სულ ეს არ ეკამოთ, იმიტომ რომ მას ამაში დიდი გამოცდილება აქვს და თავის დონეზე დაგიყვანს და მე დაგამარცხებსო და აი ესე არის. იმას რო ეკამათო შენ აუცილებლად დამარცხებული იქნები, იმიტომ რომ ბოლოს გეტყვის საბოლოოდ რომ შენი ამჯერა რაღაც ფაქტებს აჩვენებ და გეუბნება რომ ეს ფაქტის არ ჯერა და ეხლა ადამიანს რო ფაქტის არ ჯერა რა უნდა დაუმტკიცო ხო? ეხლა თქვენ რომ მითხრათ რომ ეს ტელეფონი ამჯერა რომ აგდევს. მე როგორ დაგიმტკიცებ თქვენ ამას რომ ეს ტელეფონი აგდევს, ხო? ვერ დაგიმტკიცებთ ვერანაირად. და აი მაგაში არიან რომ არ ჯერათ და გონიათ რომ სიმართლეს ემსახურებენ და ამიტომ აღარც ეძიებიან სხვა რაღაცებს და ევროპის კრიტიკა არ აქვს. მე შეიძლება ევროკავშირში მინდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მე არ მაქვს ევროპის სამართლიანი კრიტიკის უფლება, ხო? კრიტიკას ყველგან არის, ხო? ოჯახში სული მეორებ ამას მანტრასავით, რომ ოჯახში მაგაცებში სამსახურში ნებისმიერ ადგილას არის კრიტიკა. და მე ხა ევროკავშირის კრიტიკის უფლება რომ მინდა იმიტომ ვაკრიტიკებ. და ანუ მე როგორც შეხედო წარმოდგენაც მაქვს ისეთი ევროპა მინდა, ხო? როგორიც მაგალითად იყო, ხო, რაღაც პერიოდები, ხო, ევროპა საერთოდ როგორ რატო მოგწონა, ხო? 2000-იანი წლები რო გავიხსენოთ, ხო? და აი 2000-იანის მე 2006-დან მიდის რეგრესში ევროპა. და დღეს აგერ ასეთ სავალალო მდგომარეობაში არის და მიგრანტები და იმაში ყველაზე მუჰამედია მაგალითად დიდ ბრიტანეთში პირველ ადგილზე ბოლო 4 წელია მუჰამედს არქმევენ ბიჩ სახელებში მუჰამედი ლიდერობს. აი ამ მდგომარეობამდე მივიდა ევროპა. და რას ფიქრობ არის რამე პერსპექტივა ზოგადად იმ კუთხით რომ ევროპაში? არა. აი ხარ ეს საუბრობდი თუნდაც ეს დაპირისპირების კუთხით. მე პოლიტიკოსებზე არ მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ეხლა პოლიტიკოსებს თავისი ინტერესები აქვთ და ერთმა ჩემმა სტუმარმა თქვა მე როდესაც ვიკითხე რომ რატომ აქვთ ფსონი დადებული და რატომ არის ესეთი ასე ვთქვათ მხარდაჭერა დასავლეთის გან იმ ძალების მიმართ, რომლებიც რეალურად არ წარმოადგენენ ამ ქართული ხალხის ძალას, ხო? აზრს რატომ არის და
ერთმა სტუმარმა თქვა, რომ შესაძლოა უბრალოდ ისინი იღებენ ხელფასივით, ასე ვთქვათ, იმ დაფინანსებას და უღირთ რა, იყვნენ აი ოპოზიცია ესე და არც ასე ვთქვათ, ამ ხალხსაც ატყუებენ და თვითონაც არიან რა ეგრე ესე ისინი რა. დაფინანსებული მართული ძალა არის მთელი ეს ოპოზიცია, მაგიტო არის მაგათ მოღალატეებს ვეძახი ოპოზიცია, ხალხს არასდროს არ ვეხები მე არასდროს, მე ხალხს აი წინათ ხო ახსენე ეს დამოკიდებულება ყოველთვის რომ ხალხი არის შესაბამისად შეყვანილი. ხო და აი ხალხთან დაკავშირებით მაინტერესებდა იმ ნაწილთან, იმიტომ რეალურად ჩვენისაც და შენც თქვიდა მეც ყავს უამრავი მეგობარი იქნება თუ ნაცნობი, რომლებიც აი ამ მიმართულებით არიან უფრო მეტად ასე ვთქვათ, აი აზრების ზეგავლენის ქვეშ არიან. აი იმათ ანუ ამ კუთხით რა პერსპექტივა არსებობს, რომ შეიძლება რომ რაღაცა აღარ იყოს ესეთ დაპირისპირება. ეს არის მარადიული ბრძოლა. ეს არასდროს არ დასრულდება. ეს სულ იქნება ბრძოლა და სულ იქნება განსხვავებული შეხედულებები ეს ადამიანის ბუნებრივი მოცემულობა სულ იქნება, მაგრამ ძალიან დაიკლო ამან. ეს ასე თუ ისე გადატეხილია. უკვე თუ ხარ თქვენ დაკურებული, რომ უკვე ადამიანებს აღარ წხვინათ ასე თუ ისე თავის აზრის დაფიქსირების და უკვე საჯაროდ იძახეთ, მე ძალიან ბევრი ადამიანი პირადად მაშინ კამათოდით დღეს მოდიან და პირდაპირ მეუბნებიან, რომ მართალი იყავი. ეს არის აი ადამიანის აღიარება ძალიან რთული რაღაცა, ძალიან ვაჟკაცური საქციელია, მაგრამ ძალიან რთული ამათ ბევრს როგორ არის, იცი რომ ბევრი ხვდება, მაგრამ არ უნდა რომ აღიაროს, იმიტომ რომ ამდენი წელი რომ ტყუილში იყო, ამის აღიარება არ უნდა და ამიტომ ისევ იმ თავის ნაჭუჭში იკეტება. მაგრამ ეს საზოგადოება აი რაღაცა მცირე ნაწილი ყოველთვის იარსებებს და ყოველთვის იყვირებენ ესენი, მაგრამ ესენი ამით ვერ შექმნიან ვერასდროს. და ჩვენ შეიძლება რაღაცა ჩვენ წრეში სადღაც სამეგრობოში ან სადღაც ყოველთვის ვიღაც ესეთი ადამიანი შეიძლება იყოს. მაგრამ ჩვენ არ ვიძახი მე არ უდგები იმას ისინი როგორც გვიდგებიან ჩვენ, მე არ ვიძახი ეს ადამიანი უნდა გავყრიყოთ. ჩვენ ამ ადამიანებს უნდა ვეცადოთ რომ ესენიც ჩვენაზე გადმოვა, თუ ვერ გადმოვიყვან, მაინც ის თუ აი ადამიანია, მე ადამიანში ვავსებ ადამიანობას. ის ადამიანი ლიბერალია თუ კონსერვატორი თუ სოციალისტია თუ კათოლიკია თუ ის აი ესე არ სვაზღვა. მე ადამიანობა თუ ადამიანი კარგი ადამიანია, იმას ყველანაირად ვცდილობ პატივი ვიცე. ანუ თუ ცუდი ადამიანის ლიბერალი იქნება თუ კონსერვატორი, ჩემთვის ის ყოველთვის ცუდი იქნება. ამიტომ ჩვენ ამ ადამიანის ჩვენ ქვერს მოქალაქეები უნდა შევეცადოთ, რომ ერთად თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ და საერთო გზები ვეძიოთ. აი ნებისმიერ ცუდში თუ კარგს ეძიები ყოველთვის ნახავ. როგორც ნებისმიერ კარგში ყოველთვის ცუდს რაღაცას ყოველთვის ვიპოვე. ამიტომ ჩვენ რაღაცა საერთო გამაერთიანებლები უნდა ვიპოვოთ და არის შესაძლებელი პატრიარქის დასაფლავებას აჩვენა. ესეთი საზოგადოება კიდევ ერთხელ სულ იარსებებს, მაგრამ იმათგან განსხვავებით ჩვენ უფრო მაღლა უნდა ვიდგეთ მაგაცი. და ისინი შეიძლება ღირსები იყვნენ ცუდად მოქცევის. ყველანაირი მორალური უფლება გქონდეს, იმიტომ რომ ისეთ ზოგი ის რაღაცას წერს და ისეთ რაღაცას ყველანაირი მორალური უფლება გაქვს, რომ შენც იგივენაირად უპასუხო. მაგრამ აი შენ რომ აი იგივენაირად არ უპასუხებ, აი მაშინ იქნება ჩვენი ქვეყანაც გამარჯვებული და შენ თვითონაც რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ მიზანია ჩვენი ქვეყანა გამარჯვება, ამიტომ არ უნდა აუყვეთ ამას. და მე ის აგონია შენ თავის თავთან მარტო რომ დარჩება და შენ იგივენაირად თუ არ უპასუხებ, თავისთან მარტო რომ არ არსებობს, რომ ეს არ იგრძნოს და არ მიხვდეს, რომ რაღაცა არასწორად აკეთებს. თავის შეიძლება არ აღიაროს, მაგრამ გულის სიღრმეში ხო იცი თავის თავთან ბევრი ეყეჩოთ და ტელევიზორში გამოდის და იქ აქვს, მაგრამ მარტო ესენი თავის თავთან ხორჩებიან. აი შენ თავთან მარტო ხო ყველაზე გულწრფელი ხარ ხო ადამიანი და ყველაფერს აცნობიერებენ ისინი და ამიტომ ჩვენ ყოველთვის მორალურად უფრო სწორად უნდა მოვიქცეთ, როგორც არის მორალი ქართველის, აი ეს ამით უნდა ვიცხოვროთ, ამით უნდა ვიხემძღვანელოთ და ყველა თემო საკა და ამიტომ მე ჩვენ ყოველთვის გადავრჩები და ეს ერთ მდგომარეობიდან ყოველთვის გამოვხდ. რა შეხება აი ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბრობდი და შენ რამდენად მიგაჩნია რეალურად ეს პერსპექტივა ზოგადად? თუნდაც მათ მიერ დასმული ასე ვთქვათ თავრობა იყოს, აი ზოგადად ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია, ანუ ევროკავშირის წევრობა რამდენად რეალურად მიგაჩნია და არა უბრალოდ იმაჩნია, იმიტომ იმაჩნია არარეალურად, რომ 2030 გულის ხო ეს ფანტასტიკის სფეროა, იმიტომ რომ დიდი შანსია, ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ რუსეთს თუ ევროპას შორის დაიწყოს ომი. ძალიან ახლო მომავალში. ეს არის ძალიან დიდი, ძალიან იგრძნობა. აი რიტორიკა ხო გადახედოთ სოფლიო პოლიტიკას, რა ხდება და რა ტენდენციები არის.
ძალიან იგრძნობა ეს შეგვეღონდა არ ვიძახი ამას რომ ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ ამის კონტურები ჩანს. როგორც მაგალითად ირანის ომის კონტურები ჩანდა თავიდან. ზოგს წარმოუდგენლიც ეგონა მეც ხათაშორის ჩანდა, მაგრამ სულ იმ განწყობით ვიყავი, რომ არ მეგონო რომ ასეთ სისულელეს ჩაიდენ და მიხდი. შემთხვევაში თუ კი ანუ არ მოხდა უკრაინას და რუსეთს შორის შეთანხმება რეალურად და იმ ტერიტორიების დათმობა, რაზეც არის. ხო, მაგრამ ეგ ჯერ არ მოხდება. და ამიტომ მეოგონა, იმიტომ რომ არ მეგონა რომ ტრამპი ასეთ სისულელეს თუ ჩაიდენ, ამიტომ მე სულ რაღაც იმედი მქონდა რომ არ დაიწყოს, მაგრამ აგერ მოხდა და დაიწყო, ხო ისო. ამიტომ ეს ეხა შეიძლება რაღაცა წარმოუდგენლად მიაჩნდეს საზოგადოებას, მაგრამ ძალიან დიდი რისკებია ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენი ევროკავშირის გაწერიან, ჯერ ყველაზე მარტივად რო შევხედოთ სიტუაციას. ევროკავშირში უნდა გაწერენ რაღაც საზღვარიც უნდა ქონდეს, ხო, ევროკავშირთან. ჩვენ საზღვარი არ აქვს. ჯერ მაშინ თურქეთი უნდა მიიღონ ევროკავშირში, რომელსაც არ მიიღებენ. თურქეთს რამდენი წელია 80 ზუსტი 86-დან თუ არ მახსოვს ძალიან ბევრი წელია ათეული წლებია ელოდებიან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის აქვთ 1-20 წელია მინიმუმ. და ოღონდ ევროკავშირში სხვა მიზეზის გამო არ იღებენ და იდეაში ხო გთხოვი რომ ადამიანის უფლებები და დემოკრატიას და რაღაცას, მაგრამ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს ითხოვს ნატოც. მაგრამ ნატოში არის ხო თურქეთი, რატო არის ნატოში თურქეთი? იმიტომ რომ ასეთი ძლიერი სახელმწიფო ნატოში მეორე ჯარი ყავს თურქეთს ამერიკის მიერ. თუ იქ ჭირდებათ. ევროკავშირში რატო არ ჭირდებათ? ისეთ ევროკავშირში თურქეთი მიიღონ, თურქეთი აწარმოებს ყველაფერს. აი ნებისმიერ რაღაცას აწარმოებს თურქეთთან, იაფი მუშახელი ყავს და იაფი პროდუქცია აქვს. ანუ ეს თურქეთი თუ ევროკავშირში მიიღეს ევროპის ეკონომიკას წალეკავს. ანუ ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ ეკონომიკას დაიპყრობს ბოლომდე. იმიტომ რომ იაფი მუშახელი ყავს, იაფი პროდუქცია აქვს. და არ აწყობს თურქეთი მხოლოდ ეკონომიკური მიზეზის გამო და არა სიტყვის თავი ესენის ყველაფერი არის მოგონი. ამიტომ თურქეთს არაზრს არ მიიღთ. საათაშორის ეხლა გამოვიდა თურქეთის საგარეო მინისტრი ეგ სულ ხაზი გავს ამას რომ ეს დიდი ტყუილიაო ჩვენ მან არავინ არ მიიღოს. აი თურქეთს თუ არ მიიღებენ ჩვენ როგორ უნდა მიგვიჯერ როგორ შეხედონ ესე ვთქვა თვალებში ხო თურქეთს რომ ამდენი წელია კანდიდატო უცებ აქ საქართველოს მიიღონოთ თვითონ არ მიიღო ეს თურქეთი არ მიიღო ეს რაღაცა უხერხული მომენტია. კიდე მაგას რო თავი დავანებოთ აი უკრაინა საგერ უკრაინას ხო ეუნებიან ეხა ევროკავშირში გადახოს შეპირდნენ ყველაფერი ეხა მერცი გამოდის აგერ და პირდაპირ იძახის რომ ჯერ უკრაინის მიიღება 2028 ეგეც ფანტასტიკის სფეროა და კიდე რომ აი ჩვენი ტერიტორიები რომ რავშვებით ჩვენ კონფლიქტური რეგიონი თუ არის და კონფლიქტები ქვეყანას თუ იმას ევროკავშირის ევროკავშირს არ იღებს უკრაინას ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის და ჩვენ როგორ შევდივართ ევროკავშირში ანუ აფხაზეთზე და სამოჩაბლოს მაშინ უარი უნდა ვთქვათ ну ეგრე გამოცხანეთ სამეთ როგორ უნდა შევიდეთ ან მაშინ ტერიტორიები უნდა გავაერთიანოთ და მე შევიდეთ ხო ტერიტორიებს როგორ ვაერთიანებთ ვისთან გვიწევს საუბარი ხო ჩვენ ერთთან უტერი და ხო უნდა მოგვიწევს მაგასთან საუბარი ამიტომ წარმოგიდგენ როგორ ჩიხოდე ეხლა სწრაფად ახსნა ეს ძალიან კიდე ბევრი უამრავი დეტალია რომელიც ძალიან საინტერესოც არის და უფრო ხელის გულზე ჩანს ყველაფერი და ამიტომ ეხლა ჩვენ თანამ ტერიტორიებს არ დავიბრუნებთ მანამდე ევროკავშირში ვერ შევალთ ვერ შევდგარ არც უნდა შევიდეთ ხო ტერიტორიების გარეშე მაშინ ჩვენ თვითონ უნდა ვთქვათ უარი ამ ჩვენ ტერიტორიებზე ამ სხვადასხვა იყო ამაზე საუბრები მიშას პერიოდში თუ მე მგონი უკვე ესენი იყვნენ არ მახსოვს აი 10 წლის 15 წლის წინ სადაც იყო ესეთი საუბარი ეს მოსინჯეს ესეთი საზოგადოების აზრი აინტერესებს ამას დაკავშირებით რომ აი მოდი რა უარი თქვით ამაზე და ისე შემოგიყვანთ არა იქ საზოგადოების აზრი ისეთი აგრესიული იყო ამასთან დაკავშირებით მიხვდნენ რომ ეს არ გამართლებდა და ამიტომ ამ თემამ გადაიწია უკან ამიტომ აი ყველაფერს თავი დავანებოთ ერთადერთი ამიტომ არ მჯერა რომ ჩვენ ევროკავშირი თურქეთის სიტუაციის თურქეთი შევიდა ევროკავშირში და ყველა შევიდა ერთადერთი მიზეზი აი ჩვენი ტერიტორიებს სანამ არ დავიბრუნდეთ ჩვენ მანამდე ევროკავშირში ვერ შევა და ჩვენ ტერიტორიებს თუ დავიბრუნდეთ მე კი ბატონო მე კიდე მომიწვიეთ მე მაგაზე ვიყავ და ერთი აი ბოლო შეკითხვა მაქვს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით სულ ამაზეა ხოლმე ესე თქვა აპელირება და ესეთი შანტაჟი ხო ამ კუთხით რაღაც რას ფიქრობ არსებობს რეალური შანსი ან თუნდაც რომ მოხდეს ხო რომ გაგვიმუქროს და თუ არსებობს შენი აზრით რომ თქვენ უნდა ეს ერთი სული აქ რომ ეს გაგვიუქმოს მაგრამ სადაც აი მაგასა უნგრეთის და სლოვაკეთის დიდი დამსახურებაა რომ იქ ეს ვერ იმიტომ რომ ევროპაში როგორ არის სული კონსენსუსი უნდა ევროპაში რაღაცა ერთი სისტემა არის და აი ესეთი წესი არის რომ იქ სრული ერთი წინააღმდეგია გადაწყვეტილებას ვერ იღებენ აი ხო უნგრეთს როგორც უჩერებს ამ უკრაინას ხო ამ დაფინანსებას რატომ ერთი სისტემაა და
ერთპიროვნული გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული და ჩვენ ყოველთვის სლოვაკეთი და უნგრეთი გვერდში გვედგა და მაგიტომ ვერაფერი ვერ გვიქნეს. მე თან თვითონაც არ აწყობთ ეს. ჩვენ ევროპას ძალიან ჭირდებით. აი ვიღაც შეიძლება ირონიულად შეხედეს, მაგრამ ჩვენ უფრო ჭირდებით ევროპას, ვიდრე ჩვენ ჭირდება ისინი. იმიტომ რომ მით უმეტეს ეხა სპარსეთის ყურეც რუსეთიდან ხო თავის ფეხში ხო ისროლეს და რუსულ გაზს და ნავთობზე ხო არ ითქვეს და იქ აფეთქეს ხო ჭრილო ნაკადი 1 მილი აფეთქეს, მეორე მილი დღემდე არის და შეუულიათ რომ მიიღონ, მაგრამ უარს იძახენ თავისნებით ხო? მე რა ქონდათ ერთადერთი გამოსავალი კასპიის ბოდიში და სპარსეთის ყურიდან იღებს უკვე 20% ნავთობს და ესეც ირანის რომ ჰორმუზი ხო გადაკეტა ირანმა, ესეც გამოაკლდათ. ანუ ჩვენ ძალიან ჭირდებით ეხა კასპიის ზღვიდან აი ზუსტად აზერბაიჯანი და ამ კასპიის ზღვიდან უნდათ რომ აქედან წაიღონ, მაგრამ ჩვენ ვერ აგვწდებიან. და კი აი ის მარტა კოსი რო არის, ეხა იყო შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ჩვენი მინისტრიც იყო ბოჭურაშვილიც იყო შეხვედრა, მარტა კოსი გამოვიდა, აი ნუ ესეთი მავნებელი არ გამიდა და ჩვენ კავკასიის ქვეყნებსო, თურქეთს, სომხეთს და აზერბაიჯანსო. ანუ ჩვენ თითქოს ჩვენ კავკასიაში გაიყვანა თურქეთი, ჩვენ საერთოდ არ ვს ამათ უნდა ვითამთ, ანუ რასილობე რა მავნებლობა უნდათ რომ აი ჩვენ ამოგვაგდონ და აი თუ აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთის გავლით აიღო ანუ აზერბაიჯანი და ნავთობი. მიხვდით? აი ასეთი მავნებლები, მაგრამ აი ეს გამორიცხული ამას ვერ გაგოქვს აი ტრამპის გზა რომ მითი არის. საერთაშორის აგერ დღეს აზერბაიჯანმა ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა ევროპარლამენტთან. პარლამენტმა მიიღო და დაიბარეს ევროკავშირის წარმომადგენელი, აი ჰერჩინსკი როგორც ყავს ჩვენ. და დაიბარეს და ნოტა გადაცეს. ანუ ყველაფერი სხვანაირად ტრიალდება. ასე რომ ხო და რას ფიქრობთ, თქვა ჩვენთან თუ მოხდა ეს, თუნდაც გაუქმება ახლა რადგან ის არ არის მადიარი არის იქ და რაღაცა. კიდე გავეკეთე ჩემთან. ხო, ეს ბოლო აი ეგ არა, ხო და აი მაგ ხო რატო გავეკეთე, მან დავიწყე და უბრალოდ მე გამორჩა რომ აი ეს არაფერს არ შეცვლის ჩვენთვის, რომ გაგვიუქმონ. არაფერს ამინც არ შეცვლის ეს ანუ ხალხი ყველაფერი იმდენად ის რაღაცა საზოგადოება გააპროტესტებს ამას, მაგრამ აქ ანუ ვერაფერს ეს რა თუნდა რომ აყირავ ხო და რატო დავიწყე ეს აი არ პასუხი ესეც იყო პრინციპში რომ მათ ისინი ვერ გაგვიუქმებენ, იმიტომ რომ მათ ძალიან ჭირდებით ჩვენ. ხო. ეს იყო პრინციპში პასუხი, ხო ხა უნდა გამახსენდა ხა. პასუხი იყო ეს, იმიტომ რომ მათ ჭირდებით ჩვენ, ესე არ არის მარტივად რომ შეიძლება უნდოდეთ, მაგრამ რომ გაგვიუქმონ მაინც ვერაფერს ვერ დაგვაკლებ, იმიტომ რომ ეს როგორი ხალხმა როგორც უბრალოდ კარგად ეს არის ტურისტული ვიზები. ეს რომ სამუშაო ვიზები იყოს, კიდე გასაგებია პრობლემა შეგვიქმნიდა, მაგრამ ეს არის ტურისტული ვიზები. ანუ სამთვიანი ვიზა, შენ იქ სამუშაობის უფლება არ აქვს, შენ იქ ტურისტით ჩადიხარ და ჩამოდიხარ და როგორ სტატისტიკა იცით, მან ამას იყენებს სადღაც 50-დან 60,000 ადამიანი ქართველი ამ ვიზო მიმოსვლას. ძალიან კაია, ძალიან დიდი კომფორტია, მართლა ძალიან დიდი კომფორტია და მეც როგორც მოვიდა, მარტივად მოვდივარ, ხო? მაგრამ საპირწონედ რა დგას, ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ახლა აქ თუ სუვერენიტეტის დაკარგვა არ მინდა, მადლობა თქვენი იყოს, საერთოდ არ წავალ ევროპაში სიტყვაზე. მაგრამ ძალიან დიდი კომფორტია, მაგრამ საპირწონეა, ხო, მნიშვნელოვანი და აი ეს ყველაფერი, ამიტომ ვერაფერს ვერ გვიზამენ, მოკლედ რა, რაც არ უნდა მოინდომონ ეს გაუქმება თუ არა, ვერ გაგვიუქმებენ ეგ ერთი მე მგონი, იმიტომ რომ იყო ეხა ოქტომბერში იყო კიდე დიდი ცელობები, კიდე უნდათ ჩვენ გამო წესდების შესვლა და სრული კონსენსუსის მაგივრად უმრავლესობას უნდათ რომ უმრავლესობა უნდათ რომ გადაწყვიტოს, ანუ სიტყვაზე ხო არის 27 წევრი და აი 14 ქვეყანამ თუ გადაწყვიტოს, შეუულიათ რომ გაგვიუქმა. ეს მარტო ჩვენ გამო კი არ კეთდებოდა, ასევე უნგრეთის და სლოვაკეთის გამო, იმიტომ რომ ისინიც ხო ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ უნდათ ეს უმრავლესობის იმის შემოღება, მიხვდით და მოგდეთ ყველანაირ ცდილობენ რომ თავისთვის მოიდგონ ეს რაღაცეები. მაგრამ ჩვენ ძალიან მყარად გავართ და ესე უნდა გავაგრძელოთ და ვერაფერს ვერ დაგვაკლებენ. რა თქმა უნდა, შეიძლება ზიანი მოგვაყენონ და გვაყენებენ ამდენი წელია ზიანს, აგერ ხო ეს წლები ზიანის გარეშე არ ჩაული არც წელსაც ცდილობენ, მაგრამ ის რომ რაღაც აქ სიტუაცია ამოაყირავონ, ეს გაუჭირდებათ. ნუ ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან უნდა მოინდომოს მაშინ ეს ყველაფერი რომ აქ აყირავდეს სიტუაცია. ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მეც მეტი მაქვს. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი და კიდევ ბევრ თემაზე შეგვეძლო საუბარი, მაგრამ შემდეგისთვის გადავდოთ. და მოკლედ რა ვიცი, წარმატებას გისურვებ პირადად შენ და შენ გადაცემას.
და მადლობა ძალიან დიდი მოწვევისთვის. იმედია გარკვევით ვისაუბრეთ და თემებზე გადმოდიოდი, მაგრამ საინტერესო ჩემთვის იყო. გარკვევით და ალბათ, იმედია იმედია, ხო. მაყურებლისთვისაც გარკვევით. მადლობა მაყურებელს, კარგად ბრძანებთ. დიდი მადლობა.